მშვიდობისა დღეს ორშაბათია 4 მარტი თქვენ უყურებთ დილის გადაცემა განთიაც, რომელსაც დღეს კახა მიქიაშვილი და ელისაბედ აბულაძე გაუძღვებით ყველას ბედნიერ დღეს გისურვებთ. მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, სასიამოვნო დღეს გისურვებთ. დღეს არის ხსენება მაცხოვრის მოციქულ 70 მოციქულთაგან ერთ-ერთის მოციქული არქიფოსი, ასევე წმინდა ეკლესია დღეს იხსენიებს წმინდანებს ევგენისა და მაკარ, ღირს დოსითეოს პალესტინელს და მის მოწაფეებს დოროთეს და რაბულას მათ შემწეობას გისურვებთ და რაც შეეხება სტუმრებს თუ ვინიქნებიან ჩვენი სტუმრები და რას იხილავთ. გუშინ ეკლესია აღნიშნავდა საშინელი სამჯეროს ხსენებას, რაც ნიშნავს საშინელი სამჯერო და მეორედ მოსვლა, ამის შესახებ სტუდიაში ისაუბრებს საქართველოს პანთეონში მდებარე წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი ლევან მატეშვილი. რამდენად არიან დაცული პატარები და მოზარდები ინტერნეტ სივრცეში მათთვის საზიანო და კანონით დაუშვებელი ინფორმაციისგან თემაზე სტუდიაში ისაუბრებს ორგანიზაცია მწვანე ინტერნეტის დამფუძნებელი თინათინ ყირიმლიშვილი. ასევე ჩვენი სტუმარი იქნება ქალბატონი თინათინ ლეკიშვილი, გეშტალტ თერაპევტი, შფოთვითი აშლილობა, პანიკური შეტევები და ფობიები, ამ და სხვა საინტერესო თემებზე უკვე სტუმარი ეთერში ისაუბრებს. Როგორი არის ბიოორგანული მევენახეობის პერსპექტივა საქართველოში ღვინის სამშობლოში თემაზე სტუდიაში ისაუბრებს მეღვინე იაგო ბიტარიშვილი. ასე რომ საინტერესო გადაცემა გელოდება წინ დაიწყეთ დილა გათიანთან ერთად და რამდენიმე წუთში როგორც გითხარით დეკანოზი ლევან მატეშვილი შემოგვიერთდება და გველოდეთ. დროებით. სახარება არის სიტყვა, რომელიც ნიშნავს, რომ რაღაცა უნდა გიხაროდეს, რაღაცა מחარებელს კითხულ, რაღაცა ისეთ ამბავს გეუბნებიან, რამაც უნდა გაგახარო. რომ არ მეგულება მე დედამიწაზე ადამიანი, რომელსაც არ სჭირდება სიხარული და არ უნდა რაღაც სიხარულის მიღება. ეს არ არის თემა, ეს არ არის რომანი, რომელსაც ერთხელ წაიკითხავდა მის შინაარსს კარგად გაათვითცნობიერებ და ამითი დამთავრდება რაღაცა გულსაგეჭუყებს ან პირიქით შეიძლება სასაცილო იყოს ეს რომანი. ასე რომ ეს უნდა იყოს ჩვენთვის არა წიგნი, რომელიც რაღაცა თაროს ავსებს ჩვენს ბიბლიოთეკაში, არამედ ეს უნდა იყოს წიგნი, რომელიც ყველაზე მეტად გაცვეთილია, იმიტომ რომ ყოველდღიურ ხმარებაში, ყოველდღიურ გადაფურცვლაში ადამიანი რაღაცნაირად ამ წიგნით პოულობს იმ სიხარულს, რომელიც სიხარულითაც ის თავის სულს ინუგეშებს. ერის ხასიათის, მისი სულიერი და ინტელექტუალური შესაძლებლობების შეცნობა, მის მიერ გავლილი ისტორიული გზის და სულიერი მემკვიდრეობის გააზრებით არის შესაძლებელი. საქართველოს საპატრიარქოს ტელევიზია ერთსულოვნება წარმოგიდგენთ გადაცემათა ციკლს ლიტერატურული პანორამა. რა არის ქრისტიანობის მთავარი საყრდენი? მე მინდა შეგახსენოთ, რომ ოჯახი არის ფუძე კაცობრიობისა და ფუძე სახელმწიფოსი. ვინ არიან ჩვენი დროის მოწორები? რამ განაპირობა მათი არჩევა? რა კავშირია მეცნიერებასა და რელიგიას შორის? ამ და სხვა კვირის მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ საპატრიარქოს ტელევიზია ერთსულოვნების ყოველკვირეულ პროექტში ქრონოგრაფი. მოგონება სახსოვარივით დაგვიტოვა დრო. თითქოს მოხდა ის, რაც უნდა მომხდარიყო. ცხოვრება როგორც მხატვრული ტექსტი, რეალური პერსონაჟებით. ნინო ხოფერიას საავტორო პროგრამაში მემორია. ყოველ კვირას 20 საათსა და 30 წუთზე სტუმარი ერჩევს შაქრით თუ უშაქროთ.
კიდევ ერთხელ მოგესალმებით, სიამოვნებით წარმოგიდგენთ პირველ სტუმარს, საბურთალოს პანთეონში მდებარე წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, თეოლოგიის დოქტორი, პროფესორი დეკანოზი ლევან მათეშვილი. დილამშვიდობისა, მამალ ლევან. მოგესალმებით. დაგულოცეთ. გუშინ ეკლესია იხსენებდა საშინელ სამსჯავროს. ზოგადად რას ნიშნავს საშინელი სამსჯავრო წმინდა სწავლებით და როგორ უნდა ემზადებოდეს ადამიანი მეორედ მოსვლისთვის და რა არის მეორედ მოსვლა? ზოგიერთს ეს არის საშინელება, რა ხან ქვია საშინელი სამსჯავრო და ეს მიდგომა სწორია თუ არა, აი რა გადმოცემა არსებობს ამის შესახებ? დიახ, ძალიან საინტერესო თემა არის, დიდი მადლობა ამის მომისვით. რა თქმა უნდა, ეკლესიას აქვს ერთი მსხვილი სწავლება, მოძღვრება, რომელიც გადმოსცეს მოციქულებმა და ეს მაცხოვრის ანაბარები არის. მეორე მხრივ ეკლესიას თავის მეთოდები აქვს თავისი წევრებისთვის აღზრდის და პედაგოგიური გააზრებისთვის იმ საკითხებისათვის, რაც ველოდება წინ თუ აწყმოში თუ საერთოდ რა არის ქრისტიანობა. აი რაც შეეხება აღდგომის მარხვის მოსამზადებელ პერიოდს, რაც არის მართალია, ეს პერიოდში ყოფილი ეს საშინელი სამსჯავრო ცნების დღე არის, ეს კვირიანი შეიძლება ითქვას. ესეც მოდესე თქვა ერთგვარი პედაგოგიური შევამზადებელი მეთოდი არის ეკლესიისა, საშუალება არის, რათა ისევე როგორც მეზობელი და ფარისეულის შვილი არის, ჩვენ სტუდენტს როგორც ვერ დავიწყებთ იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ არ ვქნება თავდაბრობა და სინანული შემდგომში. იგი უცხებობა რა არის ჩვენ მდგომარეობა და დაზიანებული ბუნების შედეგების მატარებლება ჩვენ ყველა და თუ ჩვენ ჩვენი ნებით არ გადავწყვეტ რომ დავუკვირდეთ მამისეულ წიაღში აქაც გვეუბნება გვასწავლის ეკლესია რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ სინანულის შედეგად ხდება ხოლმე. საშინელი სამსჯავრო სცენებაც ეს არის ის რომ არა ის რომ უფალი ესეთი რაღაცა საშინელ გამოცდას ვიწყობს არა, ჩვენ ეკლესია გვასწავლის და ვახსენებს თუ რისი დამკვიდრება შეგვიძლია ჩვენ თვითონვე, ჩვენი ძალისხმევით, ჩვენი არჩევანის საშუალებით და შედეგები იმ რეალობისა, რაც საშინელ სამსჯავროს უძღვის წინ, ეს არის ჩვენი არჩევანი, ჩვენ ვართ შემოქმედი იმ საშინელი რეალობისა, რაც არა მაშინ ხდება მაინდა-მაინც ჩვენ სწავლობთ ის წინაშე, არამედ ჩვენ ცხოვრებაში, იმიტომ რომ უფალი გვეუბნება ჩვენ ერთ ჩვენიერ ფრაზას, რომ სასუფეველი ცოტა ჩვენში არის და თუ ჩვენში არის და იქ ქრისტე არ არის, აი ეს არის საშინელი მდგომარეობა ადამიანისა, რომლის შედეგების დადგომაც და რეალიზებაც სულ იქ ხდება ჩვენ სწავლობთ ქრისტეს წინაშე. მამალ ლევან, ზოგიერთ ადამიანს აქვს ასეთი აზრი, რომ აი თუ კი ღმერთი არის სიყვარულის წყარო, სინათლის წყარო, სიკეთის წყარო და ყოველივე საუკეთესოსი, რაც შეიძლება წარმოიდგინოს ადამიანმა, რატომ ეწოდება ცოცხალ ღმერთთან შეხვედრა საშინელი? აი ესეთი მოსაზრება არსებობს და მინდოდა მეკითხა. სიყვარული არის, მაგრამ ადამიანის ცხოვრებაში, ანუ ჩვენს ცხოვრებაში, თუ კი ჩვენს სულსა და გულში არის მარტო ჩვენი ეგოს მსახურება, მარტო ჩვენი ინტერესების დანერგვა ამ სამყაროში, ჩვენი ასე ვთქვათ, ჩვენი სიმართლის დანერგვა და გამფენა გარე სამყაროში და მარტო ვნებები და ეს საკუთარი სურვილების აღსრულების დაუოკებელი სურვილი არის. მარტო ეს თუ გვაუღრებს ჩვენში, ცხადია, უფალი კი არის საშინელება. ჩვენთვის არის მიუღებელი და ჩვენთვის არის გაუგებარი პირველ რიგში რა არის სიყვარული. ისე და ჩვენ თვითონ არ ვირჩევთ ქრისტეს ესმით და ეს მდგომარეობა არა მაშინ არის საშინელი, არამედ დღესვე ჩვენს ცხოვრებაში, აქვე ცხოვრებაში არის საშინელი მდგომარეობა. აქვე გვაქვს ჩვენს გულსა და სულში. მამალ ლევან, აი ესე იგი რაც არსებობს ალბათ კაცობრიობა, მეორედ მოსვლა საშინელი სამსჯავრო ყველასთვის მოიაზრება, რომ აი რაღაცა საშინელება უნდა მოხდეს. უნდა დასრულდეს ეს სამყარო, რაღაცა იქნება ცეცხლის წვიმა, ასე შემდეგ და ისმის კითხვა მე ბევრისგან მომისმენია. მერე რა მოხდება? ანუ ყველა თვითონ აღდგებიან მიცვალებულები ყველა ხო და მოხდება საერთო განკითხვა. მერე რა ხდება? ხალხს კითხვა, ზოგს ეშინია რომ დასრულდება ყველაფერი, ანუ მორჩა აღარ ვართ, აღარ არსებობს არაფერი თუ ვაგრძელებთ. ერთმა ისიც მითხრა, არ ვიცი ხუმრობით თუ სერიოზულად, რომ ანუ მე სამსახურში ვივლი, ისევ თუ აღარ ვივლი. აი მე რა ხდება, როგორი გადმოცემა? აი როგორი სამსახურები იქნება მე ნამდვილად არ ვიცი, მაგრამ ის რომ არსებობა, ადამიანის არსებობა აღარ იქნება, ესეთ რაღაც არ არის, იმიტომ რომ ჩვენ შექმნილი სამყარო კი არ ქრება, მატერიალური სამყარო არ ქრება. გადასხვაფერდება. სხვა იქნება სხვაცა, სხვა მიწა. აი ეს სხვა მიწა და სხვაცა რა კატეგორიებში იქნება და როგორი ტრანსპორტი იქნება და როგორი ქუჩები იქნება, ცხადია, არავინ არ იცის, არავინ არ საუბრობს. იმიტომ რომ ეს ის თემაა, რომელიც
არ არის გაცხადებული ჩვენთვის გაცხადებული არის ის არის რომ ნამდვილად იქნება გადასხვაფერდება და უფრო მეტიც სამყარო დღეს ელოდება გამოხსნას კი ქრისტემ გამოგვიხსნა მაგრამ არ დასრულებულა საბოლოო გამოხსნა ალბათ ხუძახი სამყარო ელოდება გამოხსნას და გამოხსნაში არ იგულისხმება მარტო ადამიანის გადასხვაფერება იმიტომ რომ სამყარო დაზიანდა 60-ეული დაცემის შედეგად არა მარტო ადამიანი არამედ მთლიანად მატერიალური სამყარო დაზიანებული არის. ცხოველთა სამყარო, ეკოლოგია და ყველაფერი. ამიტომ ეს გადასხვაფერება აუცილებელი არის, გარდაუვალი არის. საბოლოო გაგებულება ღვთისა სამყაროს გამოხსნის შესახებ. ეს როგორ იქნება, შემდგომ როგორ იქნება, არავინ არ იცის, ცხადია, მაგრამ რო იქნება ეს გარდაუვალი არის. დროც არავინ არ იცის, ხო? არ არის გაცხადებული დრო. რა თქმა უნდა, ბოლო ჟამი არის, მოდი ესე ვთქვათ, რა პერიოდი. სულ ბოლო ჟამი არის იქიდან მოყოლებული რაც ქრისტე მოვიდა დედამიწაზე და დაგვიდო ადამიანებს ახალი კონტრაქტი ესე ვთქვათ ახალი საურთიერთობო არეალი გახსნა მაცხოვარმა ახალი თქმა არის ხო ახალი საურთიერთობო სტანდარტი დაგვიდო ადამიანსა და ადამიანს შორის და ადამიანსა და ღმერთს შორის აი აქედან მოყოლებული ვიდრე აი ეს ყველაფერი არ აღსრულდება ანუ ეს სხვა ცა და სხვა მიწა და საბოლოო სამჟარო არ მოხდება სულ ბოლო ჟამი არის იმიტომ რომ ახალი თუ უახლესი კონტრაქტი ადამიანსა და ღმერთს შორის აღარ დაიდება სულ ბოლო პერიოდი არის. აი სახარებაში წერია მამა ლევან რომ ბოლო ჟამის დროს ანუ საშინელი სამსჯავროს დროს უფალი დააყენებს ადამიანებს მარცხნივ და მარჯვნივ. რას ნიშნავს მარჯვნივ დგომა და რას ნიშნავს სიტყვები, როდესაც უფალი მიმართავს ორივე მხარეს მდგომებს, ვთქვათ, კონკრეტულად მარცხნივ. ოღონდ ვთქვათ რომ შერი ვიყავი და მასვით ეუბნება მარჯვნივ მდგომებს, მაჭამეთ უბრალოდ მარცხნივ მდგომებს ეუბნება პირიქით. როგორც ინდო სახარებაში იყო ეს თაცი. ყურვალი ვიყავი და არ მასვით, ციხეში ვიყავი და არ მომინახულეთ. რას ნიშნავს ეს სიტყვები? დღეს ჩვენ როგორ უნდა გავიგოთ? ეს ის სიტყვებია, რომელიც იმ სტანდარტს მოაქვსაც მოცხოვარმა, სწორედ რომ ადამიანის მსახურება ეს არის მათი მსახურება, ეს ორივე თანაბარ ზომიანი და წონიანი ცნება არის. ანუ აქ მე ადამიანს რომელსაც ვხედავ და მას არ აღვიქვავ და არ აღვიქვამ სწორედ ჩემიანად და მოყვასად და უყურებ მას როგორც მინიმუმ თუ მაქსიმუმ მოწინააღმდეგეს თუ კონკურენტად აღვიქვამ, ხო? და ის ჩემიანი არ არის და მასში არ ვხედავ ღვთის ხატებას და მსგავსებას, რა თქმა უნდა ის გაუცხოება თუ მაქვს ადამიანთან, ესეთი გაუცხოება მექნება შემოქმედანაც ხატია. ოდის გნახეთ, ოდის ქშიოდა, ოდის წყოდა, ეუნებიან ის მარცხენით დაყენებული. ეს ხატია ეს პირობითი ასგულისხმობა, ეს სიმბოლოებია, მხარე არ აქვს ღმერთს მარჯვენა და მარცხენა. აქ ლაპარაკი არის ის ხალხი, ვინც სწორედ სიცოცხლეშივე, სწორედ სიყვარულის მცნებას აღასრულებდა. ერთი მცნება მოგვს აქ სწორედ ქრისტემ. სიყვარულის მცნება არის თავარი და ნებისმიერი შეცოდება, რაც კი ჩვენ გვაქვს და მიწაზე, ეს არის სიყვარულის მცნების საწინააღმდეგო ნაბიჯები. და აი ვინც სიყვარულის მცნებას არ ღვევდა, ეს ის კატეგორია, რომელიც არ აჭმევდა, არ ასმევდა, არ ეხმარებოდა თანალმობას, არ გამოხატა სხვა ადამიანის მიმართ და ამ დროს ადამიანი პიროვნება, ჩვენ ყველა პიროვნებები ვართ, ხო მართალია რა? და ჩვენ გვაქვს პიროვნულ ღმერთთან ურთიერთობა და ეს საურთიერთობო არეალი რა არის? გადის სწორედ სხვა ჩვენაერ მსგავს ადამიანებთან, პიროვნებთან ურთიერთობაში და პიროვნება კიდე ყალიბდება რა შემთხვევაში და განისაზღვრება რა შემთხვევაში და როდის, როდესაც სხვა ადამიანი განსაზღვრავს პიროვნება მეორე ადამიანით განისაზღვრები და უფრო მეტიც ადამი აი ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით პიროვნება ვერ იყო სანამ მას მისი მეუღლე არ გაუჩნდა. მაშინ გახდნენ პიროვნებები და დაიწყო სწორედ მსგავსება შემოქმედთან, იმიტომ რომ იქაც პიროვნებებთან ურთიერთობა არის, სამების შორის ურთიერთობა არის. და ამიტომაც ჩვენ აი ამ კატეგორიაში ვემსგავსებთ ღმერთს და თუ კი ამ მსგავსებაში ჩვენ ჩავიჭრებით და არ შევასრულებთ და არ მიმსგავსებით, ცხადია, ეს რეალობა, იმიტომ კი არა რომ ღმერთი ესეთი სასტიკი არის და სამჟავროს გვიწყობს. არა, ჩვენი არჩევანი იქნება, რომ უფლის მარცხნივ დავდგეთ. ჩვენი საქმეებიდან, ჩვენი გააზრებული ცხოვრებიდან გამომდინარე იქნება ეს რეალობა, რაც დადგება ჩვენ ცხოვრებაში. თუმცა ეს საბოლოო დღეს არ არის ეს, რა თქმა უნდა. საბოლოო იმიტოა ის საბოლოო, რომ ყველა ის ადამიანური ფაქტორი, ყველა ის უცოდინარობა თუ გნებავთ, ის გათვალისწინებული იქნება და მაშინაც თუ არ ავირჩევთ ქრისტეს, ეს რა თქმა უნდა ქრისტეს უსიყვარულობის ბრალი კი არ არის, არამედ ჩვენი უსიყვარულობის ბრალი არის. და მამა ლევან, ერთ საკითხი კიდე ჩვენ ვახსენეთ და სახარებიდან ვთავად მაცხოვრები ძალიან რომ მარტო მამა ღმერთი მეც როდის მოვალთ მეორედ მოსვლა როდის იქნება, ხო? თუმცა ყველას რატომ ყოთ ეს ეგონია რომ მეორედ მოსვლა რა ხან თქვენ როდესღაც უნდა იყოს. და იცით რა, მე მერე შევინანებ, მერე გამოსწორდები, მერე შევიყვარებ, მერე ვაპატიებ. თქო ეს მერე
იქნება თუ არა შეიძლება ორ წამში მოხდეს ჩვენ ეს არ ვიცით ხო მიუხედავად იმისა რომ პატრიარქმა ამდენჯერმე გამახვილა ყურადღება ახლოს არის ჯამი და შეშინდა შეიძლება ხალხი მაგრამ ნათლიფცემელი იძახდა 20 საუკუნის წინ ამას და მოციქულები იძახიან მაგრამ შესაძლოა მართლა ორ წამში იყოს ან შეიძლება კიდევ 20 საუკუნეში აი ეს გადადება ყოველთვის იგივე მონანიების ან იგივე კეთილი საქმის გაკეთების რა თქმა უნდა ამის შესახებ ყოველწლიურად საერთო მიცის ოდეს იქნება ეს მაგრამ ჩვენ გვეუბნებიან ჩვენ როგორც არ ელოდება ასე ვთქვათ ძინარე სახლის პატრონი უდისმოვა ქურდი ვთქვათ ასე როგორც ქურდი მოიპარება ანუ ჩვენ ეს არ ვიცი და უფრო მეც გეტყვით საერთოდ არ მაინტერესებს პრინციპში ოდეს იქნება მეორე მოსვლა მე პირადად და მე მეგონი არც უნდა აინტერესებს ქრისტიანს იმიტომ რომ ჩემთვის ეს არ არის ასე ვთქვათ რაღაცა კრიტერიუმი ჩემი ქრისტიანობისა მე მწამს და ველი ზოგადად რომ ეს იქნება მეორე მოსვლა მაგრამ აქ ლაპარაკი იმაზე რომ ჩემი უფალთან ურთიერთობისთვის ამას და ჩემი უფალთან შეხვედრისთვის ეს გადადებულია დროში და გაწილია დროში არა იმიტომ მე თქვენთვის არ იყოს დღეს აი ამ გავალ აქედან თუ არა გავალ ამ ქვეყნიდან თუ არა არავინ არ იცის ხომ ამიტომ ჩვენი ურთიერთობა შემოქმედან გარანტირებულია აქედანვე და აქედან გასვლიდანაც ასე რომ და მეორე მოსვლას კიდე რატომაც არ უდიდეს ბჭყალებში ვთქვათ არ მადარდებს უდიდეს იქნება მეორე მოსვლა რომ ყველა ვნახავთ ამას ახლა აქვს ხედვართ თუ 1000 წლის მერე იქნება ხალხი და იცხოვრებს ყველა მოვეწევით თუ ყველა აღდგები და ამ მოვლენებს ყველა ვნახავთ თუ ეს არ არის გაცხადებული არა ეს მოზღვრება არის ეს ფუნდამენტია ეს აღდგომის თემა ეს არის ჩვენი სარწმუნოების ქვაკუთხედი იმიტომ რომ თუ კი ქრისტე იესო ქრისტე აღსდგა მტრეთით დასაბამი აღდგომისა და პირმშო აღდგართა არის იესო ქრისტე ჩვენ გვიცით როგორც აღდგებით ზუსტათანაც როგორი სხეულითაც ჩვენი სხეულით მაგრამ როგორი არა ისეთი როგორც გვაქვს დაზიანებული გაღწნადი ხსნადი არამედ უხრწნელი როგორც ჰქონდათ ქრისტეს აღდგომის დროს დიახ მამა ლევან და აი ერთ საკითხი კიდე საშინელი საჯარო განკითხვა მოდი ამდენდურ ენაზე რო ვთქვა საჯარო განკითხვა იქნება ისმის კითხვა ადამიანმა რომელიც მოინანია დაუშვათ გარდაიცვალა მონანიებით ანუ ჩვენ ვთქვით რომ მონანიების შემთხვევაში აღსარების შემთხვევაში ადამიანს ცოდვა ეტევება ხო ამ შემთხვევაში როდესაც აღდგებიან მიცვალებულები მათ ის ცოდვები ახილიდან მოხდება განკითხვა თუ როგორ იქნება ამაზე ისმის კითხვა რა არის წმინდა სწავლებით რა გვაქვს ამაზე ინფორმაცია მაშინ ასაჭიროა აღდგომა ხო ესე ვთქვათ ეს კიდე ისიც არის ანუ მიცვალებულებისთვის ჩვენ ხომ ლოცულობთ ადამიანები და ვთქვათ აი ამ ლოცვის პროცესში მათთვის შესრულებული დიდი შეწევნა ეს დიდი შეწევნა არის დიდი ნუგეში არის ვინც სასופველში არიან მიცვალებულები მაგრამ აი ასე თქვით თუ კი თქვა ცხონებულია მოდის კაი ვარიანტი ავიღოთ აკეთხოვში რომელიც ჩვენ ყველას გვინდა იცით როგორი რაღაცა არის რატომ არის აუცილებელი აღდგომა ყველას იმიტომ რომ დღეს ადამიანს წარმოადგენს ეს არის სულის და ხორცის ერთობა დღეს არის ნაკლოვანება დღევანდელი ის დაჯილდოებაც ადამიანისა და ჯილდოს სასופველი და სასჯელით ესე ვთქვათ ეს არის ნაკლოვანი ანუ სულის სავსე არ ახლავს იმიტომ რომ ადამიანისაც ქვია ადამიანი ის არ არის ის არის პიროვნება ცხადია აგრძელებს არსებობას მაგრამ ადამიანი როგორც შექმნა ღმერთმა ნაკლოვანია იმიტომ მისი ხორცი მიწაში არის. ამიტომ საღვთო სამართლიანობა მოითხოვს შეიძლება ითქვას იმას რომ თუ კი ჩვენ ჯილდოს ღირსი ვართ ჩვენ დავჯილდოვდეთ როგორც ადამიანის სრულფასოვნად და ასევე დასჯის ღირსი თუ ვართ იმიტომ რომ არსებობს მოგეხსენებათ თუ წოდავთ ჩვენ არ არის მარტო თქვა სხეულებრივი წოდები არის სულიერი წოდები არის რომელიც ორივეს გვეხება და დღეს ამ რეალობაში მარტო ჯილდოვდება ან იჯება მარტო სული მოდი ესე ვთქვათ ხო ეს ძალიან მარტივად რომ დავყოთ ეს უდიდესი და უღმესი თემა რა ამიტომ საღვთო სამართლიანობი თუნდაც საღვთო სამართლიანობიდან გამომდინარე გარდაუვალი არის ყველას აღადგინება მტრეთით და ადამიანი ასაც ქვია ადამიანი ამ ანთროპოლოგიურად სულის და სხეულის ერთობა აი ეს ორივე ერთობა არის ადამიანი და არც ცალ-ცალკე არავითარ შემთხვევაში ორივე ერთად ან განდიდეს ხვის წინაშე ამ პირიქვის გარეშე გააგრძელოს არსებობა. მამალევან მორწმუნეებს უხარიათ მეორედ მოსვლა ესე ამბობენ და უნდა გვიხაროდეს, მაგრამ ზოგისთვის გაუგებარია. რატომ უნდა გვიხაროდეს? საშინელ სამსჯავროზე წარდგა. ქრისტე თუ მოდის ქრისტიანს რომელიც მთელი ცხოვრების არსი და ჩვენი ცხოვრების ქრისტიანობის არსზე ვილტოდეთ ქრისტესკენ, მივემსგავსოთ ქრისტეს და თუ კი მოდის აგერ ხვალ იქნება დღეს რა პრობლემა არის? თუ კი ნაცნობია ჩემთვის ქრისტე. თუ კი მისი ფასეულობები და მისი ცნებები და
არ თუმცნები მისი ბუნება ჩვენ ათესაურია რა, ანუ ჩვენნაირი ბუნება აქვს და ჩვენ მივემსგავსებით ამ ბუნებას და განხტობა ეგ არის სწორედ რომ თუ კი მე ქრისტიანულად ცხოვრობ, მივემსგავსო ქრისტეს. ყველა იმ პრობლემებით, თუ მდევნე, თუ მე ქრისტეს მეც უნდა მდევნო თქვა და ყველა ეს და შეურაცხყვეს ჩვენც უნდა შეურაცხყვეს. და დიდებით უნდა აღდგე კიდე, საღადე. თუ კი მე გააზრებული მაქვს და არჩევა გაკეთებული მაქვს, რომ ვარ ქრისტიანი და მე მინდა შეიძლება არ გამომდის, მაგრამ ვიბრძვი ამისთვის. ხო? და მოდის ქრისტე. რომელსაც უნდა გამანთავისუფლოს აი ამ ტანჯვისგან, აი ამ ბრძოლებისგან, დავიღალე ხო? ამისგან. რატო უნდა გამიხარდეს? მე ვხვდები რატო უნდა იყოს გლოვის და რაღაცა შიშების ტირაჟირების საფუძველი. მე ვერ ხვდები რატომ უნდა იყოს. პირიქით გვიმოკლებს ჩვენ ტანჯვის პერიოდს ქრისტე მაგრამ თუ კი არ ვიცნობ ჩვენ საკუთარ თავს, ანუ არ გვაქვს არჩევანი, უბრალოდ გონია რომ შეიძლება არჩევანი გაკეთებული კარგი გვაქვს, მაგრამ არ ვიცნობ ჩვენ თავს, ვერ ხედავთ ჩვენ ცოდვებს და ამიტომ ალბათ გვეშინია, ხომ აქედან გამომდინარე. ეს ხომ არ არის შედეგზე ორიენტირებული სარწმუნოება, ეს არის პროცესია, დინამიკა, მე ვარ გზა და ჭეშმარიტება ეძახის ქრისტე. და თუ პროცესი არის, რა თქმა უნდა, მე თუ ვიტყვი რომ მე უკვე ყველაფერი გავიგე ჩემ თავის შესახებ, მე ვიცი, მე უკვე კარგი ქრისტიანი ვარ, მე უკვე სულიერების ახალ სიმაღლეზე ვარ. ფარისეულია ყველა საშინელ მდგომარეობაში ხაბაში. ფარისეული გავარებია ძალიან, ამიტომ რა თქმა უნდა, ეს ეჭვი საკუთარი მდგომარეობის შესახებ, თუ რას ვაკეთებ, სწორად ვაკეთებ, თუ არ ვაკეთებ, სად მივდივარ, ამ მდგომარეობაში ვარ, როგორ მიყვარს და სიყვარული კიდე ასაზომია, ძალიან ცუდი საზომია ბჭყალებში. რატო საზომი? იმიტომ რომ როგორ შეიძლება ვთქვათ, რომ მე მიყვარს აი აქამდე და ამის მეტი აღარ შემიძლია შევიყვარო. ანუ უსაზღვრო არის, არა აქვს საზღვარი და ამ სრულყოფილობას თუ არა აქვს საზღვარი, ესე იგი მე არ შემიძლია ვთქვა, რომ მე ვარ კარგი ქრისტიანი. ქრისტიანებს არასდროს არ შეუძლია თქვა, ნებისმიერ სხვა რელიგიის წარმომადგენელს შეუძლია თქვა, მე ვარ კარგი იეჰოვას მოწმე, კარგი მუსლიმი, იმიტომ რომ ის ამას შეასრულებს და კარგი არის, მაგრამ ჩვენ სად შეგვიძლია ვთქვა, როდის შეგვიძლია ვთქვა, რომ აი მე ამაზე მეტად აღარ შემიძლია შევიყვარო. შეუძლებელია. და ამ დროს გვიყვარს, ამაზე მეტად კი არა, სადაც გვიყვარს ვინმე, აი გასაკითხავი, თორე ამიტომაც ეს არის გზა, პროცესი, დაუსრულებელი და უფრო მეტიც არც მე მთავრდება. არც ამ სიცოცხლის მე მთავრდება. არც ადამიანებურ და არც ანგელოზურ ცხოვრებაში არ მთავრდება. ამიტომ არის ეს დინამიური და საინტერესო და არა სტატიკური რაღაც შედეგზე ორიენტირებული. სულ წინ და წინ მივდივართ, იმიტომ რომ ღმერთი ამოუწურავი და დაუსრულებელი. ამიტომ ჩვენ ეს საშუალება გვაქვს და ეს ამიტომაც არის ძალიან საინტერესო პროცესი, თუმცა როცა ეს გაუგებრობები გვაქვს, საშიშიც ხოლმე რაღაც, მაგრამ მერწმუნე მეტად უფრო საინტერესო არის ეს საშიში. აი სისებს შიში რა ხანახსენეთ და რაღაც თავიდან ამ თემით დავიწყეთ გარკვეულწილად ჩვენი დრო იწორებოდა შეჯამების სახით რომ წავიდეთ. შიში თქვენ ბრძანეთ რომ უნდა უხაროდეს ქრისტიანს, ელისაბედმოც ახსენა რომ ამის სწავლება არის, და თქვენ ბრძანეთ რომ მე რატო უნდა მიხაროდეს მეორე მოსვლა, რატო უნდა ფიქრობდე როდეს იქნება, იმიტომ რომ მე აქ რომ ერთია საერთოდ. ხო. თუმცა ალბათ ეს მათთვის ვინც დაუშვათ მეტნაკლები როგორ ბრძანეთ პროცესში არის. მაგრამ მათვისაც არ აქვს დაწყებული ეს პროცესი, მათვისაც გონიათ რაღაცა ღმერთი არის, ღმერთის შიში რაც გულისხმობს ამას ვისაუბროთ, უნდა მეშინოდეს რომ მე თავს გავაკეთებ დავისჯები, მეორე მოსვლა იქნება ცეცხლის წვიმაში მოვყვები. აი მათ რას ეტყვით, რომელსაც შეიძლება ეს პროცესი ვერ აქვს დაგებული, ან გონიათ რომ რაღაცას მიაღწიეს და მორჭა, ხო? დიახ, შიში ზოგადად ცოდვა არის, გარდა სიკვდილის შიშისა, მოდი ესე ვთქვა და ამაზე მიდის ალბათ ეს შიშები ზოგადად, ყოველდღე ფობია ამისკენ მიდის, მაგრამ დასაწყის ეტაპზე ცუდი არ არის შიში, ქრისტიანული ცხოვრების შედგომის დროს. დასაბამის სიბრძნის აღთი შიშია, მაგრამ ეს მე იმ გაცნობიერებაში და იმ პროცესში და იმ გზაში, როცა მიდის ადამიანი, ამ გზის ქრისტესკენ როცა მიდის, მიხდება რომ შიში კი არა სიყვარულზეა თემა, სიყვარულის თემა არის, სიყვარულში უნდა გაიზარდოს. ხოლო მათ ვინც დღეს ეშინიათ მარტოოდენ და დაიწყო ეს გზა, ამას ურჩევ ხოლმე დაიწყო, შეუდგნენ ქრისტეს. ეს არ არის ადვილი, მაგრამ მას ძალიან რთული არის. პირიქით, ძალიან ტკბილი და მსუბუქი არის ქრისტეს უღელი, მაგრამ უნდა ეს უღელი დავიდგათ ჯერ. შევეცადოთ. ანუ მანამდე შიშები, კარგია, ცუდი არ ვიცი, მაგრამ ეს ფობია ყველაფერს ცუდი არის. მაგრამ თუ შეუდგებით, ეს შიშები გაქრება ნამდვილად. აი ხა დიდი მარხვა იწყება, რამდენად არის იგივე მარხვა, იგივე აღსარება, იგივე ზიარება ამ ყველაფრის საშუალება, რომ ჩვენ ეს შიში მოვიხსნათო, ჩვენ ამ პროცესში შევუდგეთ და ჩვენ მეორედ მოსვლა საშიში კი არ იყოს, არამედ სიხარული იყოს ქრისტეს შეხვედრის. და არა მარტო მეორე მოსწოს, აქვე ხდება ეს შეხვედრა, აქვეა ეს თავარი, ეს მნიშვნელოვანი აქვეა არის, დიახ, იმიტომ რომ მერე კი არ ხდება, აქვე თუ არ ჩამოყალიბდა მეგობრული და საყვარელი ურთიერთობები ღმერთთან, პიროვნული ურთიერთობები, მერე
ბუნების ის მერე უკვე შემდგომში იქნება ის უკვე შედეგი ლოგიკური აქაური ცხოვრებისა. ამიტომ მარხვაც მარხვაც ზიარებაც ეს საშუალებები რომელიც მოგცა ქრისტემ ამ საშუალებებით მერტყმას ყველა ვისაგებდით. ამინ დიდი მადლობა. შეგახსენებთ გვესწავლობდა დეკანოზი ლევან მათეშვილი. წარმოგიდგენთ გადაცემას ერთად აღვასრულოთ თვითგზის ლოცვა და დავბრუნდებით პირდაპირ ეთერში. რომელი ხარ ცათაშინა წმინდა იყავ სახელი შენი მოვედინ სუფევა შენი იყავ ნება შენი ვითარცა ცათაშინა ეგრეცა ქვეყანასა ზედა პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენი ვითარცა ჩვენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთან და ნუ შემიყანებ ჩვენ განსაცდელსა არამედ მიხსნენ ჩვენ ბოროტისაგან რამე თუ შენი არს სუფევა ძალი და დიდება მამისა დაძისა და წმინდისა სულისა აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინ შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა ახოცე უჯულოება ჩემი უფროს განბანე მეუჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან გამწმინდე მე რამე თუ უჯულოება ჩემი მეუწყი და ცოდვა ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის შენ მხოლოსა შეგწოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ რათა განმართლე სიტყვათაგან შენთა და ზლოს ჯასა შენსა რამე თუ ესე რა უჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშამე დედამან ჩემო რამე თუ ესე რა ჭეშმარიტება შეიყვარე უჩინონი და დაფარონი სიბნისა შენისანი გამომიცხადენ მე მას ხურომე უსუბითა და განწმინდე მე განბანო მე და უფროს თოვლისაგან სპედაკნე მას მინომე გალობაი და სიხარული და იხარებდნენ ძვალნი დამდაბლებულნი გარე მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველი უჯულოებაინ ჩემნი ახოცე გული წმინდა დაბადე ჩემთანა ღმერთო და სული წრფელი განმიახლე გვამსა ჩემსა ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმინდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან მომეცმე სიხარული მაცხოვარებისა შენისა და სულითა მთავრობისათა დამამტკიცე მე ვასწავლე უჯულოთა გზანი შენი და უღმრთონი შენ და მოიქცენ მიხსენ მე სიცხთაგან ღმერთო ცხოვრებისა ჩემისაო იხარებდეს ენა ჩემი სიმართლესა შენსა უფალო ბაგენი ჩემნი აღახვენ და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა რამე თუ უკეთუმცა გენება მსხვერპლი შემცა მეწირა არამედ საყვერთხი არ აქთნდეს მსხვერპლი ღმრთისა არს სული შემოსრული გული შემოსრული და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხყოს კეთილი უყვა უფალო ნებითა შენითა სიონსა და აღეშენენ ზღუდენი იერუსალიმისანი მაშინ გთნდეს მსხვერპლი სიმართლისა შესაწირავი და ყოვლად დასაწველი მაშინ შესწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზვარაკნი დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა
აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინ. ალილუია, ალილუია, ალილუია. დიდება შენ და ღმერთო. ალილუია, ალილუია, ალილუია. დიდება შენ და ღმერთო. ალილუია, ალილუია, ალილუია. დიდება შენ და ღმერთო ჩვენო, დიდება შენ და. ღვთისმშობელო ქალწულო გიხაროდენ, მიმადლებულო მარიამ უფალი შენთანა. კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის და კურთხეულ არს ნაყოფი მუცლისა შენისა. რამე თუ მაცხოვარე გვიშევ სულთა ჩვენთა. უფალო, დიდება შენ და ღმერთო, გაამთლიანე და გადაარჩინე საქართველო. უფალო, დიდება შენ და ღმერთო, გაამთლიანე და გადაარჩინე საქართველო. უფალო, დიდება შენ და ღმერთო, გაამთლიანე და გადაარჩინე საქართველო. დილამშვიდობისა, განვაგრძობთ გადაცემას, შემოგვერთა სტუმარი, ჩვენი სტუმარი გახლავთ გეშტალტ ფსიქოთერაპევტი თინათი ლეკიშვილი. დილამშვიდობისა, ქალბატონი თინათი, დიდი მადლობა რომ გვესტუმრეთ. მოგესალმებით. მადლობა სტუდიაში მოწვევისთვის, მივესალმები მაყურებელს. ძალიან საინტერესო თემაზე ვსაუბრობთ, ეს არის ფოთვითი აშლილობა, პანიკური შეტევები და ფობიები. ვფიქრობ, საყოველთაო პრობლემა არის, ყოველ შემთხვევაში ყოველ მეორე ადამიანი შეიძლება აწუხებდეს ერთ-ერთი მაინც ჩამოთვლილთაგანი. დავიწყოთ ფოთვითი აშლილობით, ქალბატონი თინათი, რას ნიშნავს ფოთვითი აშლილობა, რა გამოვლინება ახასიათებს მას და რამდენნაირი შეიძლება არსებობდეს? ზოგადად ფოთვითი აშლილობები არის ასეთი ჯგუფი ფსიქიკური აშლილობების, რომელშიც შედის ფობიები, შედის პანიკური აშლილობა, შედის იპოქონდრიული აშლილობა და ფობიები. ეხლა თვითონ თავისთავად ყველას განსხვავებული გამოვლინებები აქვს, მაგრამ ამ ყველას აერთიანებს სამი რამ, ასე ვთქვათ, ეს არის შიში, შფოთვა და პანიკა. ეხლა რა ხდება ფობიის დროს? ფობია ეს არის ასეთი ირაციონალური შიში, ასე ვთქვათ, გარკვეული ობიექტის მიმართ. და თუ ამ ობიექტთან ხშირ შემთხვევაში ასე არის, რომ თუ ამ ობიექტთან შეხება არ მოხდა, ანუ ეს შიშიც შესაბამისად არ არის. ფობიები შეიძლება ფობია გქონდეს ადამიანს, მაგრამ ამან მისი, ვთქვათ, ფუნქციონირება არ შეზღუდოს. მაგრამ არის ისეთი ფობიები, რომლებიც ზღუდავს ადამიანის ფუნქციონირებას და ასეთი არის მაგალითად სოციალური ფობიები, რომელიც ძირითადად, რომელიც დგას იმაზე, რომ ადამიანს აქვს შიში იმის, რომ ნეგატიურად შეაფასებენ. და შესაბამისად ერიდება ხალხმრავალ ადგილებს, უცხო ადამიანთა დაბალი თვითშეფასების ბრალია. არასრულფასოვნების კომპლექსი რო ვეძახით, ამას შეიძლება? ხო, დაბალი თვითშეფასება და საკუთარ თავზე არა ობიექტური წარმოდგენა, ასე ვთქვათ. ეს შეიძლება იყოს ასევე კიდე საჯარო გამოსვლების შიში, რომელიც ვთქვათ, ძალიან ხშირად შეიძლება გამოხატული იყოს უბრალოდ თქვა სახეზე წამოწითლებით და ეს შეიძლება მივიდეს კი ბატონო დააფოთლა ესეც ამის სიმპტომატიკაა და ეს შეიძლება მივიდეს იქამდეც რომ მეტყველების უნარი დაკარგოს იმ მომენტში ადამიანმა. პირი გაუშვეს და ასე შემდეგ. კი ბატონო. ეს ბავშვობიდან მოდის მიზეზი ვთქვათ. კი ამაზეც ვისაუბრებთ ცოტა მოგვიანებით ჯერ კლინიკურად მოგიყვებით რა ხდება სხვა სპორტით მდგომარეობებში. არის იპოქონდრიული აშლილობა, რომელიც არის მიმართული იმისკენ, რომ ადამიანს სულ აქვს გარკვეული რაღაცა შიში, რომ მას ან აქვს და ან დაუდგება რაღაც უკურნებელი სენის მდგომარეობა და სულ ის ეძებს
სულ იკეთებს გარკვეულ გამოკვლევებს, გარკვეულ ანალიზებს და სულ ეძებს რაღაც პრობლემას საკუთარ სხეულში. და სომატოფორმული აშლილობაც ქვია ამას, იმიტომ რომ შეიძლება სომატურადაც აი გარკვეული ორგანოს ან სხეულის ნაწილის ტკივილიც კი იგრძნოს ადამიანმა ასეთ დროს. რა თქმა უნდა, ესეც ამ მდგომარეობასაც, შფოთვით მიდის ეს მდგომარეობაც და ამ მდგომარეობასაც ახასიათებს ზოგადი, ვთქვათ, სიმპტომატიკა, რომელიც შფოთვით მდგომარეობის დროს არის ხოლმე, ეს არის, ვთქვათ, ხელების გაყინვა, გაოფლიანება, პულსის მომატება, ვთქვათ, სუნთქვის გართულება, გარკვეული სპაზმები ყელის არეში, მუცლის არეში, კისრის არეში, თავში და ესეც რა თქმა უნდა ზღუდავს ადამიანის ფუნქციონირებას. ყველაზე უფრო ხო არის კიდევ გენერალიზებული შფოთვითი აშლილობა, რომელიც ხასიათდება ესეთი პერმანენტული შფოთვითი მდგომარეობით, ადამიანი სულ არის მოლოდინში, რომ რაღაც ცუდი მოხდება, რაღაც ცუდი მოუვა მას ან მის ახლობელს და სულ ფიქრობს, რომ აი რა იქნება, რა მოხდება ესე რომ მოხდეს, რა მოხდება ისე რომ იყოს და არის შფოთვით მდგომარეობაში და მასაც აი ეს სიმპტომატიკა გამოხატული აქვს. ეხლა ყველაზე რთულად მიმდინარე არის პანიკური აშლილობა. რას ნიშნავს ეს? როგორ ვლინდება პანიკური? ხო, აი პანიკური აშლილობა ვლინდება პანიკური შეტევების სახით, რომელსაც უბრალოდ გაუთვლელია, ადამიანი ვერ გათვლის წინასწარ, როდის და სად შეიძლება ეს პანიკური შეტევის მდგომარეობა დადგეს. ეს უკმარისობა, ჰაერის უკმარისობა. ეხლა მოგახსენებთ, პანიკურ შეტევას ახასიათებს ძალიან ბევრი სიმპტომი. ეს არის პირველ რიგში გულის აჩქარება, აი აქ თვითონ კლიენტები ვთქვათ, აი ესე აღწერენ ამ მდგომარეობას, რომ აი აქ მესმის სადღაც გულის ცემა. ეს არის სუნთქვის გაძნელება, რომ აი თითქოს მე აღარ შემიძლია ვისუნთქო, ჩასუნთქო, ამოსუნთქო არ შემიძლია. ეს არის ასევე სპაზმები, ვთქვათ, ყელში, მუცელში, კისერში. ეს არის არარეალობის განცდა, ზოგჯერ მიდის ხოლმე დერეალიზაციის და დეპერსონალიზაციის სიმპტომატიკით, მაგალითად, რაც ნიშნავს, რომ ვთქვათ, ადამიანს უჩნდება გარკვეული განსხვავებული აღქმები სამყაროსი. შეიძლება მოეჩვენოს, რომ რაღაცა შენობა ისეთი არ არის, როგორც რეალურად არის, შეიძლება ყურში ხმა რაღაც სხვანაირად გაიგოს. თვითონ თავისი თავის განცდა იმ რეალობაში აქვს განსხვავებული, რომ ის რეალობას არის მოწყვეტილი, ხო, რომ რაღაცა ცხოვრება მიდის თავისით და ეს რაღაცა თავისთვის არის, ასევე რაღაცა თვალთ და უბნელდება, ვთქვათ, ამის შეგრძნება, გული მისდის, ასევე არის და აი ამ ყველაფერ სიმპტომატიკას, ეს ძალიან რთული სიმპტომებია და რთული ემოციური მდგომარეობაა და მოსდევს მეორადი შიშები კიდევ, რომ აი მე ვკვდები უკვე, იმიტომ რომ ამაზე მეტი რაღა უნდა იყოს სიკვდილის წინა მდგომარეობა, ან მე უკვე ვგიჟდები, იმიტომ რომ ამაზე მეტი აბა რაღა არის გაგიჟება, ხო? ეს არის მხოლოდ პანიკური შეტევა. ეს არის პანიკური შეტევა, რომელსაც ესეთი მრუდის სახე აქვს, ფორმა აქვს, ასე ვთქვათ, იწყება შფოთვით, რაღაცა მსუბუქი შფოთვით, რომელიც მერე გადადის შიში და ბოლოს დგება პანიკური შეტევა თელი აი ამ თავისი გაფორმებით, ასე ვთქვათ. ასეთ შემთხვევაში, რჩევის სახით შემიძლია ვთქვათ ეს უკვე ისეთი მდგომარეობაა, როცა ეს მარტო უკვე ფსიქიკური პროცესები და ემოციური პროცესები არ არის, აქ უკვე ერთვება გარკვეულწილად ბიოქიმიური პროცესებიც, იმიტომ რომ ტვინის უბნების გააქტიურება ხდება გარკვეული ნაწილის, რომელიც ემოციურ მდგომარეობაზეა პასუხისმგებელი, უფრო მეტად ვიდრე ნორმაშია საჭირო და ვთქვათ, აი ეს ფრონტალური მხარე, ნაწილი, რომელიც პასუხისმგებელია რაციონალურ და ვთქვათ ანალიტიკურ მუშაობაზე, ის მისი აქტივობა იკლებს, ასე ვთქვათ. და ამ დროს ოჯახის წევრები გეუბნებიან, რომ აიყვანე თავი ხელში, ისინი ვერ ხვდებიან. ეს ყველაზე ცუდი რამაც შეიძლება ამ დროს, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ადამიანი შეიძლება ქონდეს ის სიმპტომები, პრობლემები, რაზეც თქვენ ისაუბრეთ და ვთქვათ, სხვადასხვა ექიმთან მივიდეს, სხვადასხვა კვლევა ჩაიტაროს და აღმოჩნდეს, რომ ვთქვათ, არც ფარისებრის პრობლემა არის, არც სხვა ორგანოსი და ოჯახის წევრი ეუბნება, რომ შენ ხარ ჯანმრთელი და ახლა თუ შეიძლება აიყვანე თავი ხელში. რა თქმა უნდა, ხომ ეს გამორჩა, რომ მე თქვა, რომ აუცილებლად სანამ დიაგნოსტირდება, რომ ეს არის ნევროტული აშლილობა, იქამდე ორგანული პრობლემები უნდა გამოირიცხოს, იმიტომ რომ ახასიათებს, თქვათ, ფარისებრის პრობლემებს, იგივე სიმპტომატიკა, გულსის ძაღლთა სისტემის დაავადებებს.
და თვითონ აი ეს პროცესი ვთქვათ აი პანიკური შეტევის ხომ ანუ ვინაიდან ბიოქიმიურ დონეზე მიდის და აქ უკვე ჰორმონების ცვლილებაც ხდება გამორიცხულია რომ ადამიანი ამას მოერიოს და ადამიანმა აქ თავი ხელში აიყვანოს ამიტომ ერთადერთი რჩევა ამ შემთხვევაში რაც იქნება ეს არის რომ უბრალოდ დაჯდეს ადამიანი და დაელოდოს როდის გაივლის ეს პანიკა მაგრამ მანამდე მინდა ვთქვა და მივცე მაყურებელს ასეთი რეკომენდაცია რომ როდესაც უკვე ის გრძნობს ანუ პანიკური შეტევა პირდაპირ პანიკით არ იწყება როდესაც გრძნობს რომ მომატებულია უკვე შფოთვა რომ მან გააკეთოს გარკვეული სუნთქვითი ვარჯიშები რომელიც ძალიან აქვეითებს შფოთვით მდგომარეობას ეს არის ღრმა ჩასუნთქვა ცხვირით ისე რომ ჰაერი დიაფრაგმამდე ჩავიდეს შემდეგ 1-2 წამით ეს ჰაერი გაჩერდეს და ნელა მან მერე პირით ამოისუნთქოს და მეორე ვარჯიში რომელიც რეალურად თქვა გეშტალტ თერაპიულ ჭრილში ვთქვათ რასაც ჩვენ ვურჩევთ ხოლმე კლიენტებს ეს არის აქ და ამჟამად დაბრუნების ვარჯიში იმიტომ რომ რეალურად შფოთვითი მდგომარეობა არის მომავალზე ფოკუსირება და ფიქსაცია ასე ვთქვათ და როდესაც ადამიანი ამოვარდნილია თავისი ერთადერთი ობიექტური რეალობიდან აწმყოდან ხო ის აუცილებლად ნუ შფოთავს და აქ და ამჟამად დაბრუნების ვარჯიში აი ასეთი სახით რომ მე ეხლა ვაცნობიერებ რომ და დაიწყოს იმ რეალობის აღწერა რაშიც არის და თავისი თავის აღწერა იმ რეალობაში რომ აი ვთქვათ ვზივარ აქ ვხედავ ამას მესმის ეს ვაკეთებ ამას და ანუ მაქსიმალურად შეეცადოს რომ ჩაერთოს აწმყოში ეს ძალიან ხსნის, მაგრამ რეალურად ეს მდგომარეობები, შფოთვითი აშლილობები და საერთოდ ნებისმიერი ნევროტული მდგომარეობა მარტო გადასალახად ძალიან რთულია და ამ დროს აუცილებლად საჭიროა, იმიტომ რომ ეს თუ მხარდაჭერა არ მოხდა ადამიანის გარკვეულწილად პროფესიონალური, ის ამ მდგომარეობას ვერ გაივლის. ფობიებზეც მინდა კითხოთ რაღაც უამრავი ფობია არსებობს, ძალიან ბევრი გავრცელებულია, ზოგი გამიგია ისეთი რომ ხანდახან მე მეღიენებ, მაგრამ რო წარმოვიდგენ იმადგამიანები ადამიანების ადგილას თავს რომელსაც ეშინია, გასაღები არ არის. აი ეს ფობიების შიში საიდან მოდის და მათ დაძლევაზეც ახლა ნუ ჩამოთვლით რა ფობიებია, ხო ნებისმიერ ფობია. ნახეთ ზოგადად შიშები. ხო, ანუ მე რაღაცნაირად ვჩქარობ, რომ მინდა რომ ბევრი რამე ჩავატიო. მეც ამიტომ გითხარით კონკრეტულად გაგვიცეს. ხო, ნახეთ, ზოგადად აი ეს შფოთვა და შიში არის ადამიანის ძალიან ჩვეულებრივი ნორმალური რეაქცია. ანუ ევოლუციის პროცესში ეს შიშის და შფოთვა რომ არ ყოფილიყო, ადამიანი ვერც გადარჩებოდა. ხო, ეს ერთგვარად რაღაცა სიფრთხილის ნიშანია, რომ სიტუაციაში არის რაღაც გარკვეული საფრთხე და ადამიანმა უნდა შეძლოს თავის დაცვა და გადარჩენა. ხო, მაგრამ ანუ უკვე ნევროტული მაშინ ხდება, როდესაც სიტუაციურად, ანუ სიტუაციაში საფრთხე არ არის და შფოთვა განაგრძობს ყოფნას. ეხლა ამ შფოთვის საფუძველი ბავშვობაშია, რა თქმა უნდა, ჩვენ ყველა მოვდივართ ბავშვობიდან და ეს რაღაცა ფრთიანი ფრაზა ფროიდის, რომ ჩვენ ყველა ვართ ნევროტიკი, იმიტომ რომ ყველას ყავდა მშობელი. მაგრამ რა თქმა უნდა მე არ მინდა დავაბრალო მშობლებს ყველაფერი. ხო, ნუ იცით რა, ეხლა ეს შეგდებულად ამას არც ერთი მშობელი არ აკეთებს, მაგრამ აი რაც შეეხება შიშს და შფოთვას თქვათ, ხო, როდესაც ბავშვს აქვს ეს ემოციები, მშობელმა უნდა შეძლოს ადეკვატური მხარდაჭერა. და რას ნიშნავს ეს? მშობელმა უნდა შეძლოს, რომ ბავშვს გამოახატინოს ეს თავისი ემოციები და ამასთან გამოახატინოს ისე, რომ თვითონ მხარდამჭერის როლში იყოს. ანუ ბავშვი, რომელიც გრძნობს, რომ მშობელს მიღებული ყავს უპირობოდ, უყვარს უპირობოდ, მხარს უჭერს რაღაცნაირად მიკუთვნებულობას აკეთებს ამ ოჯახთან და ის დაცულად გრძნობს თავს და შესაბამისად მას უადვილდება უკვე ამ ემოციებთან ურთიერთობა და მათთან გამკლავება. ანუ სწავლობს ის ამას ბავშვობის ასაკში. მაგრამ როგორც წესი, ახლა ყველას გაგვიგია, რომ არის ასეთი ფრაზები მშობლების მხრიდან, კარგი ბიჭი ხარ და რა გეშინია ეხლა, ან უკვე დიდი გოგო ხარ და რაღა დრო შენი შიშებია, ან რა არის ეხლა ამაში სანერვიულო. თითქოს მშობელი ამას აკეთებს იმისთვის, რომ რაღაცნაირად ბავშვს გაუმარტივოს ეს ემოციები. მაგრამ რეალურად ეს ტექსტები ნიშნავს იმას, რომ ბავშვი ამ დროს ფიქრობს, რომ მე ესე იგი რაღაცა ისეთი არ ვარ, იმიტომ რომ თუ არ არის ეს საშფოთი, სანერვიულო, მე ვნერვიულობ, ესე იგი რაღაც ისე არ არის
არის ჩემში, ხო? ან თუ ვთქვათ შიში სირცხვილია, შიშის გამოხატვა, იმიტომ რომ ბიჭი ვარ და არ უნდა მეშინოდეს, იმიტომ რომ დიდი გოგო ვარ და არ უნდა მეშინოდეს. ანუ ბავშვი ამას ასე ვთქვათ აღიქვავს და შესაბამისად ვერ სწავლობს ამ ბაზისურ ემოციებთან ურთიერთობას. რაც მე რეალურად ხდება ხოლმე, ანუ მოწყვლადი ხდებიან ასეთი ბავშვები შემდგომში დასრულ ასაკში, რომ ჩფოთვითი აშლილობა დაუდგეთ. თვითონ თავისთავად ჩფოთვითი აშლილობა ხო არ დგება აი ესე სპონტანურად, ანუ მას რაღაც გარკვეული სტრესული სიტუაცია სჭირდება, რაღაცა ტრიგერი სჭირდება, გამშვები, ასე ვთქვათ, მექანიზმი, რომ დადგეს ეს აშლილობა. და ესეთი სტრესებიც, ანუ ძალიან ბევრი გვაქვს და შეიძლება ხშირ შემთხვევაში ადამიანს არ ეგონოს, თქვათ, სტრესული სიტუაცია, აი მაგალითად შეიძლება ასეთი იყოს ახალი სამსახური, შეიძლება ასეთი იყოს ახალი საცხოვრებელი ადგილი, ბავშვის დაბადება, ვთქვათ, ბავშვის გაჩენა ქალისთვის ბუნებრივია დიდი სტრესია, ხო? ანუ კი, ეს მაგრამ ოჯახის წევრებისთვისაც შეიძლება ეს სტრესული იყოს. ანუ ნებისმიერი რამ რაც არის სიახლე, ახალთან შეხება ყოველთვის ფოთვით მიმდინარეობს, მაგრამ ნორმალურ მდგომარეობაში ამას ადამიანი ჩვეულებრივად გადალახავს და ინარჩუნებს ჰომეოსტაზის მდგომარეობას და ნუ თუ არის მოწყვლადი და მიდრეკილი, ის აუცილებლად ფოთვით აშლილობაში გადაიჭრა. მე ბავშვები რომელთაც აქვს შიშის სულ ისე თავისთავად ძალიან ნიჭიერი ბავშვები არიან, მაგრამ აი პრობლემა აქვს დავუშვათ აი სიტყვაზე გაკვეთილი შეიძლება ისე კარგად ვერ დავწერო, ამიტომ უკვე ეშენია ტირის, ან დავუშვათ სპორტზე ან რომელიმე დავუშვათ სიმღერაზე ცეკვაზე მიყავთ, კარგადაა ყველაფერი, მაგრამ იმის შიშით რომ შეიძლება ძალიან კარგად არ გამომივიდეს, ისტრესება ტირის და ნუ ჯობი არ მიიყვანო. ესეც რაღაც ამის პრობლემაა. აი შესაძლებლობა თუ შეცდომა თუ არ ვიცი რა, რომ ვაი და არ გამომივიდეს და უკვე ნერვიულობს, თუმცა მასწავლებელი ცნობილი კარგად გამოგდის. ხო, ნახეთ, ესეც მშობლის კომპეტენციაა, რომ მშობელმა ბავშვს უნდა ასწავლოს, რომ შეცდომა ეს არის ნორმალური. ადამიანი ხო, იზრდება შეცდომებით, ხო? და სამწუხაროდ ასე ხდება ხოლმე, რომ შეცდომაზე ბავშვი ისჯება და ის თulis, რომ შეცდომა არის ძალიან ცუდი. ნუ შესაბამისად და რომ შევაჯამოთ ჩვენი საუბარი, ვეღარ ვისაუბრებთ თქვათ მიზეზებზე, თუ რა იწევს ამ მდგომარეობას, რაზეც ვისაუბრეთ, მაგრამ აი მართვა შესაძლებელია, რაც მთავარია და როგორ ვმართობთ, რა რეკომენდაციებს, რჩევებს მისცემთ პაციენტებს, თქვენ კლიენტებს უწოდებთ ხომ, თქვენი პროფესიიდან გამომდინარე, რას ურჩევთ მოკლედ? მე ვურჩევ, ნუ რაც მართვა შესაძლებელია, რაც მთავარია. მართვაც და საერთოდ აღმოფხვრაც ჩფოთვითი მდგომარეობის უბრალოდ თერაპიული მუშაობა ჭირდება ამას და აი ის რაც ბავშვობაში მას მშობელთან ერთად უნდა გაევლო, აი ეს უნდა გაიაროს, ეს უნდა გაიაროს თერაპევტთან ერთად. უღრმესი მადლობა, გეშტალტ თერაპევტი ქალბატონი თინათი ლეგიშვილი გესაუბრებოდა. მე არ ვიცი ფეხიციარული ამდენ უწყობს ხელს შიშ და ფობიას, მაგრამ ჯანმრთელობას რო უწყობს, ვიცი და ამაში დაგარწმუნებ ჩვენი ჟურნალისტი თავის სიუჟეტით. ნახოთ სიუჟეტი. ფეხიციარული რომ ჯანმრთელობის საწინდარია, ამაზე უკვე დიდი ხანია აღარავინ დავობს. არსებული კვლევები კი ცხადყოფს, რომ ის ადამიანები, რომლებიც რეგულარულად დადიან ფეხით, უფრო ნაკლებად ავადდებიან, ვიდრე ისინი, ვინც უმოძრაო ცხოვრებას ეწევიან. როგორც ცნობილია, ფეხიციარული ამცირებს გულის დაავადებებისა და ინსულტის საშიშროებას. დიაბეტის დროს ორგანიზმს ხელს უწყობს ინსულინის უკეთ განვითარებაში, ამაგრებს ძვლებს და ხელს უშლის ოსტეოპოროზის განვითარებას. გუმატებს ძალებს, მოქნილობასა და ამტანობას გვიმუშავებს. უკვე დამტკიცებულია, რომ ფეხიციარული აუმჯობესებს ჯანსაღ-ძილს, სრდის გონებრივ აქტივობას და დეპრესიასთან ბრძოლაშიც გვეხმარება. კალიფორნიის უნივერსიტეტის მკვლევარებმა დაამტკიცეს, რომ მწუხარებისა და დაძაბულობის დროს 15 წუთიან საერთნობას უფრო მეტი შვება მოაქვს, ვიდრე მსუბუქ დამამშვიდებელ საშუალებებს. აღსანიშნავია, რომ სხვა ფიზიკური ვარჯიშების მსგავსად სიარულის დროს ტვინში წარმოიქმნება ენდორფინები, რომელიც აყუჩებს ტკივილს, ამშვიდებს და უფრო კარგ ხასიათზე აყენებს ადამიანს. უახლოესმა სამედიცინო კვლევებმა აჩვენა, რომ დღეში 15 წუთი ფეხით სიარულიც კი მნიშვნელოვან შედეგს გამოიღებს. ფეხიციარული ამცირებს ალცჰაიმერის დაავადების განვითარების რისკსაც, უზრუნველყოფს კუნთების ტონუსს, გვაძლევს მეტ გამძლეობასა და ძალას, არეგულირებს სისხლის წნევას, აუმჯობესებს ნაწლავების მდგომარეობას, ამცირებს მსხვილი ნაწლავის კიბოს რისკს 31%-ით. 30 წუთით ფეხიციარული 40%-ით ამცირებს ბარძაყის მოტეხილობის ალბათობას. ფეხიციარული აუმჯობესებს სუნთქვას, მის სიხშირეს, ჟანგბადის მიწოდებას სისხლძარღვებისთვის და სასარგებლოა ფილტვების გასააქტიურებლად. მათ ვისაც მთელი დღე ჯდომა უწევთ, სპეციალისტები ურჩევენ, რომ კვირაში 30 წუთის განმავლობაში ფეხით იარონ. ამით მრავალ დაავადებას აიცილებენ თავიდან.
და რაც ყველაზე მთავარია, ფეხით სიარულს არც სპეციალური მომზადება სჭირდება და არც განსაკუთრებული ათლეტური მონაცემები. ამისათვის საჭიროა მხოლოდ სურვილი და ერთი წყვილი შესაბამისი და კომფორტული ფეხსაცმელი. დავბრუნდით პირდაპირ ეთერში, გამაგზავნებთ გადაცემა საინტერესო თემით, არიან თუ არა ბავშვები დაცული ინტერნეტ სივრცეში, მათთვის საზიანო ინფორმაციისგან. ამ საინტერესო თემაზე სასაუბროთ სტუმარი მოვიწვიეთ. ჩვენი სტუმარი გახლავთ ორგანიზაციის მწვანე ინტერნეტი დამფუძნებელი თინათი ყირიმიშვილი. თინათინების სტუმრობის დღეა. ასე გამოვიდა, ძალიან კარგი. თინათინ, დილოშთებისა მოგესალმებით და დიდ მადლობას გეტყვით ჩვენთან მოსვლისთვის. თქვენი ორგანიზაციის შესახებ რომ ვისაუბროთ თავიდან. იდეა საიდან წამოვიდა დაარსების მიზნები რა არის, ფუნქცია რა არის? მოგესალმებით დილომშვიდობისა, ძალიან დიდი მადლობა თქვენ მოწვევისთვის. იდეა წამოვიდა 2016 წელს, ანუ ჩვენი ორგანიზაცია არ არის, ესე ვთქვათ, დიდი ორგანიზაცია, ასაკობრივად რომ ვთქვათ, და წამოვიდა იქიდან, რომ პრობლემები საქართველოში ინტერნეტთან დაკავშირებით ძალიან დიდია. განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, ალბათ თქვენს მოგეხსენებათ, გავრცელდა საშიში თამაშები, ონლაინ თამაშები, რომელსაც ეწოდება ლურჯი ვეშაპი, რასაც მოყვება ძალიან ცუდი და ფატალური შედეგები. იდეა წამოვიდა იქიდან, რომ ჩვენ ახლობელს დაეღუპა შვილი, აქედან გამომდინარე გადავწყვიტეთ, რომ რაიმე პრობლემის გამო გადავწყვიტეთ, რომ რაიმე მექანიზმი შეგომუშავებინა, რითიც შეიძლებოდა, რომ დავხმარებოდით ამ ოჯახს, ასევე ვთქვათ, დავხმარებოდით იმ ადამიანებს, ვის შესახებ ინფორმაციაც ასე თუ ისე არ არის ჯერჯერობით გავრცელებული, იმიტომ რომ ძალიან ბევრი მშობელი ცდილობს, რომ დამალოს ეს ფაქტი. მართალია, რამდენიმე შემთხვევა ჩვენ ვიცით, რომ ჯერჯერობით გამოძიების შედეგად არ ესე ვთქვათ, მომხდარა კონკრეტული შედეგები არ მიგვიღია, მაგრამ ვცდილობთ, რომ დავეხმაროთ იმ ოჯახებს, დავეხმაროთ იმ ადამიანებს, ვის შესახებაც ჩვენ ინფორმაცია გვაქვს, აქედან გამომდინარე, ჩამოვყალიბეთ ეს ორგანიზაცია, რომელსაც ამასთან ერთად კიდევ ძალიან ბევრი მიზნები აქვს. მთავარი მიზანი ჩვენი არის ინტერნეტ რეგულაციები, კერძოდ კი კანონის შექმნა, რომელიც შეეხება ინტერნეტს, ანუ ინტერნეტის შესახებ კანონი. ძალიან ბევრ ქვეყანაში ვიცით, რომ ინტერნეტი დღესდღეობით უკვე დარეგულირებულია, მაგრამ საქართველოს დიახ, ჯერჯერობით არ უერთდება ამ ქვეყნებს, იმიტომ რომ საქართველოსთვის ინტერნეტი მაინც ახალი ხილია, ესე რომ ვთქვათ, ვიდრე ტელევიზია. აქედან გამომდინარე, ინტერნეტი თავისუფალი არის ყველასთვის, მაგრამ ამ თავისუფლებასთან ერთად ძალიან ბევრი არასასურველი კონტენტი გვხდება. არასასურველი კონტენტი ჩვენთვის მოზარდების, უბრალოდ ჩვენთვის ვთქვათ, ადამიანებისთვის, რომლებიც უკვე სრულწლოვნები ვართ, პრობლემას დიდად თქვათ შეიძლება არ წარმოადგენდეს, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ ის ფაქტორი, რომ ინტერნეტი ხელმისაწვდომია ბავშვებისთვის, კონკრეტულად არასრულწლოვნებისთვის, რომლებიც ძალიან ბევრ არასასურველ ინფორმაციას შეიძლება წააწნდნენ. მათ შორის +18 აწერია, მაგრამ თავისუფლად შეუძლია თქმა კონდეთ არასრულწლოვანი. ეს არის ყველაზე დიდი პრობლემა, ისეთი კონტენტის გავრცელება, რომელიც მიზანშეწონილი არ არის ბავშვებისთვის. განსაკუთრებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია შევიდეს კონკრეტულ ვებგვერდზე, უბრალოდ მონიშნოს, რომ არის 18 წლის და ნახოს ესე თუ ის ვიდეო. ან დარეგისტრირდეს, ოღონდ ეს დარეგისტრირება არანაირად არ მოიცავს ვთქვათ რაიმე რეკვიზიტების მიღებას მისგან, რომ ამით დადასტურდეს, რომ ის არის სრულწლოვანი. ამიტომ ეს ძალიან დიდი პრობლემაა, მშობლებმა ნაკლებად იციან საქართველოში, რა შეიძლება ნახოს მისმა შვილმა ინტერნეტში. ეს არის ჩვენი ყველაზე დიდი პრობლემა, იმიტომ რომ თვითონ მშობლები არიან ინტერნეტ სამყაროს სტუმრები. შვილები შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ პერიოდში დაიბადნენ და მათთვის ეს ჩვეულებრივი მოვლენა, მაგრამ მშობლები სტუმრები არიან, რომლებმაც ნაკლებად იციან, რა პრობლემა შეიძლება ნახოს მისმა შვილმა. ისინი თვლიან, რომ უბრალოდ თამაშობენ, ვთქვათ, შეიძლება მეცადინეობენ. ძალიან ხშირად არის ხოლმე ესეთი შემთხვევები, რომ Facebook-ის მეშვეობით და სოციალურ მეშვეობით ბავშვები იგებენ, ვთქვათ, რა აქვს დავალება სკოლაში. ეს არის ყველაზე დიდი პრობლემა. პირადად შემიძლია მაგალითი გითხრათ, ჩვენი ერთ-ერთი ორგანიზაციის წევრის შვილს მაგალითად სკოლაში დაავალეს მეორე კლასელ ბავშვს, რომ გაეკეთებინა Facebook-ი იმისთვის, რომ მასწავლებელს დავალებები მიეწერა და ასევე კონკრეტულად თქვათ გაცდენილი გაკვეთილების შესახებ ინფორმაცია მიეწვდინა. რა უცნაურია, ამისთვის არსებობს სპეციალური სასკოლო წიგნი, ნუ ეხლა schoolbook-ია ინგლისურად, ქართულად ალბათ ასე გადაითარგმნება და სოციალური ქსელის შექმნასაც თუ ავალებენ მასწავლებლები მეორე კლასელებს, ეს ახლა მართლა სიახლეა. ეს ძალიან დიდი პრობლემა, იმიტომ რომ
ხანდახან მშობლები ცდილობენ, რომ თქვათ არ ჩაერთონ სოციალურ ქსელებში მათი შვილები, მაგრამ აი როცა სკოლა თქვათ იძულებულს ხდის, ეხლა რა კუთხით გულისხმობ, იცით? შეიძლება მე არ მინდოდეს ბავშვს და უფრო სწორედ მშობელს არ უნდოდეს რომ მე გავაკეთო, მაგრამ აღმოჩნდეს რომ მე რაღაც ინფორმაცია ვერ მივიღო, იმიტომ რომ მე სოციალურ ქსელი არ მაქვს. ალბათ მშობლების ჩართულობა არის ძალიან მნიშვნელოვანი. თინათი, რაც შეეხება უფრო ისეთ მნიშვნელოვან პრობლემას, კიდევ უფრო მნიშვნელოვან პრობლემას, რაც არის ონლაინ თამაშები. კაზინო, ინტერნეტ კაზინო და მოზარდები. მათთვის ხელმისაწვდომია ეს ყველაფერი, იმიტომ რომ როგორც დასაწყისში თქვით, მონიშნავს ბავშვი რომ არის 18 წლის და შეუძლია ყველაფერზე, მას უკვე ხელი ყველაფერზე მიუწვდება. დიახ, პირველ რიგში რომ დავიწყოთ ონლაინ თამაშებით, თვითონ აი მაგალითად ავიღოთ ლურჯი ვეშაპი. ძალიან ბევრს თქვა საქართველოში გონია რომ ეს არის რაღაც კონკრეტული თამაში, რომელსაც ვებგვერდზე შევალთ და ვითამაშებთ. ინფორმაცია იმის შესახებ თუ საიდან მოდის ეს თამაში, ანუ როგორ შეიძლება რომ ბავშვი ჩაერთოს, ნაკლებად აქვს, იმიტომ რომ ხდება ესეთი შემთხვევები, რომ კონკრეტულ ფორუმებზე, სხვა ონლაინ თამაშების თქვათ ჩატებში შეიძლება წავაწყდეთ კონკრეტულ ადამიანებს, რომლებიც ცდილობენ, რომ დაგვიახლოვდნენ და შესაბამისად მიიღონ ჩვენზე ინფორმაცია. ძალიან თქვათ რაღაც არასაშიში კითხვებით, თქვათ რაღაც თითქოს დამეგობრების გზით, სად მუშაობს, თქვათ შენი ოჯახის წევრი, ვინ არის შენი და, სად სწავლობს შენი ძმა და ასე შემდეგ, ესეთი კითხვებით, რომელიც რამდენიმე თვის განმავლობაში გრძელდება და ბავშვი ვერ ხვდება ვერანაირად, რომ ეს რაღაც პრობლემატური შეიძლება იყოს. რა ასაკის ბავშვია განსაკუთრებით საფრთხილო ამ შემთხვევაში? არასრულწლოვანები 14-15 წლის ბავშვები, უფრო პატარებიც, აი კონკრეტულად უფრო დაახლოებით აი 13 წლის ზემოთ ხდება ამოზარდების ჩართვა. თინათინ ბოდიში ვიხდი იგივე თემაზე კითხავთ, მაგრამ ეს ლურჯი ვეშაპის საშინელება არ ვიცი ხმერთ მაგ გამოსტევინოს, მაგრამ სულ მესმის რომ შემდგომ იმით ხდება თვითმკვლელობები, რაც ვიცით რომ უკვე რაღაც იმდენ ინფორმაციას გასცემს ეს მოზარდი, რომ ბოლოს იძულებულსთან თავი მოიხსნას. აი რა ეკითხებიან ამისთან? აი დიახ, ეკითხებიან ან ისე როგორ ხდება რომ ეს ვერ ხდება და ისე ერთობა რომ ბოლოს იძულებულია თავი მოიკლას, იმიტომ რომ არ გახმაურდეს მან რა თქვა. თან ახლა 12-13 წლის ბავშვი არ არის ძალიან პატარა, ვთქვათ რომ ისე გასცეს მაგრამ იცით აი როდესაც თქვათ თქვენ ვიღაც გიმეგობრდებათ ონლაინ სივრცეში და უბრალოდ სხვა თემაზე გესაუბრებათ და ამ დროს რაღაც უცებ თქვათ გეკითხებათ დედა თქვენი ვინ არის, სად მუშაობს, იცით როგორი კითხვებია ეს ადამიანები ვინც ბავშვებთან ესე ვთქვათ ცდილობენ ჩართვას არიან ფსიქოლოგიურად როგორ გიხართ ალბათ ძალიან მომზადებულები, იმიტომ რომ ისინი მაგრამ შეგვიძლია ვთქვათ ისიც რომ ბავშვის ფსიქიკა მარტივად ესე ვთქვათ მართვადია ხო? ხო, მაგრამ თვითონ ამ ორგანიზატორების თუ ვინც არის ადმინისტრატორების მიზანი რა არის? სექტანტები არიან, სატანები რა რატო კლავენ ამ ხოლმე რა უნდა? თავიდან მიზანი იყო ფინანსური სარგებელია ამაში. გეტყვით თავიდან მიზანი იყო ის რომ გაწმენდილიყო მსოფლიო ისეთი ადამიანებსგან, რომელსაც არ აქვთ მყარი ფსიქიკა. მაგრამ ამის შემდგომ არის ძალიან ბევრი ვარაუდი იმასთან დაკავშირებით, რომ ფულზე, ესე ვთქვათ, იყიდებიან ეს ბავშვები. ანუ ხდება ფსონების დადება. გასაგები. დიახ, ძალიან, ესე ვთქვათ, რაღაც მასშტაბური, ესე იგი, კოალიცია თუ სექტა. ეს ძალიან მასშტაბური, იმიტომ რომ მთელ მსოფლიოს არის ეს პრობლემა მოდებული. ეს არ არის მარტო საქართველოში, არ არის მარტო რუსეთში, ეს არის ავსტრალიაში, ამერიკაში, ძალიან ბევრ ქვეყანაში არის და ხო არ ყავს ამ თამაშს შვილობილი თამაშები, ანუ მანდებად ლურჯი ვეშაპი არ ერქვას, მაგრამ რაღაცა მსგავსი იყოს და თქვათ იგივე შედეგით სრულდებოდეს. ბევრი ონლაინ თამაშები არის, მაგრამ ის ამ ტიპის მსგავსი, რომ თქვათ რაღაც ეს 50 დავალება და ბოლოს თქვათ თვითმკვლელობა ჯერჯერობით არა, მაგრამ ძალიან ბევრი ონლაინ თამაში არის, რომელიც მსგავსად მოქმედებს ბავშვების ფსიქიკაზე. ეს ერთგვარად რა იგივე ლურჯი ვეშაპით, რაც ახლა ჩვენ რამდენიმე სიტყვით შევიხეთ, რომ ძიმეს მოსასმენი ერთგვარი კიბერ ძალადობა ჩაგვრა, ანუ სიტყვა ბულინგი რო ვიხმაროთ, ხო უფრო მიღებული სიტყვა, თუმცა ქართული ადეკვატური სიტყვა არსებობს ამის გარკვეულწილად, ხო ამ კუთხით რა სიტყვით და მასთან ბრძოლის მექანიზმები თუ არსებობს? ბულინგის შემთხვევა შეგვიძლია ვთქვათ, რომ ერთ-ერთი დიდი პრობლემა არის საქართველოში, განსაკუთრებით სკოლებში, იმიტომ რომ კიბერბულინგზე უფრო მეტად გავაკეთებ აქცენტს. კი ბატონო, ჩაგვრა ვთქვათ, იმიტომ რომ სოციალური ქსელებიდან გამომდინარე ხდება სწორედ მისი განვითარება. შეიძლება დაიწყოს ეს სკოლაში, თქვათ, ერთ გაკვეთილზე, მეორე გაკვეთილზე, შემდგომ ბავშვები გადაერთვნენ სხვა რაღაცაზე, მაგრამ როდესაც ამას თან ერთვის მობილური ტელეფონების სკოლაში, რომელსაც ერთვის, თქვათ, უკვე სახში სოციალური ქსელებით გავრცელებული ეს ინფორმაცია, მაგალითად
რამდენიმე დღის წინ იყო გეცოდინება 15 წლის ბავშვმა დალია სკოლაში წამლები თავის მოსაკლავად. სამწუხაროდ. დიახ, სუიციდის მცდელობა იყო. და ესეც უკავშირდებოდა სწორედ ჩაგვრას. ეს ინფორმაცია გვაქვს ყოველ შემთხვევაში ამის გამო მიიღო. და ესეც გრძელდებოდა რამდენიმე თვის განმავლობაში. ესეც გრძელდებოდა სკოლის პერიოდში, ესეც გრძელდებოდა, თქვათ, შემდგომ სოციალური ქსელებით, ტელეფონით და მსგავსი ტიპის თქვათ გაჯეტებით. აქედან გამომდინარე შეგვიძლია ვთქვათ, რომ სოციალური ქსელები და ზოგადად ეს ატმოსფერო ძალიან უწყობს ხელს ამ პრობლემის განვითარებას, რაც ეხება ჩაგვრას და კონკრეტულად ვთქვათ ბულინგის შემთხვევას და ასევე რაც ეხება სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ამ საშიშ ონლაინ თამაშებს. ლურჯი ვეშაპის გარდა ასევე ძალიან ბევრი არის და მშობლებმა აუცილებლად ყურადღება უნდა მიაქციონ მათ შულებს, იმიტომ რომ ესე ერთგვარი მექანიზმი არ არსებობს, რითიც შეიძლება დავიცვათ ამ თამაშებისგან ბავშვები. მთავარი არის მშობლების ჩართულობა. ნებისმიერ შემთხვევაში იყო თვითდაზიანებები, რაც ჩემი აზრით მშობელმა ალბათ ყურადღება უნდა მიაქციოს და არ უნდა გამოეპაროს. თინათინ იმისთვის რომ შემცირდეს საფრთხეები, რაც შეიძლება წამოვიდეს ინტერნეტ სივრციდან, ამისათვის მაქსიმალურად ინფორმირებული უნდა იყოს ბავშვიც, სათანადოდ ალბათ თავის ასაკის შესაბამისად და ასევე მშობელი არის ძალიან მნიშვნელოვანი რომ იყოს ინფორმირებული. თქვენს ორგანიზაციას თუ აქვს გეგმაში ან უკვე ხომ არ აქვს ჩატარებული გარკვეული ტრეინინგები, კურსები იმისთვის რომ მოხდეს ცნობიერების ამაღლება და მაქსიმალურად ინფორმირებული იყოს მშობელიც და ბავშვიც რა საფრთხეს შეიძლება წარმოადგენდეს ინტერნეტ სივრცე. დიახ, ჩვენ თანამშრომლობთ განათლების სამინისტროსთან, მათი თანხმობით ჩვენ შევადგინეთ ესე ვთქვათ პროექტი, კონკრეტულად რომელიც ეხება ტრენინგებს მშობლებისთვის და ბავშვებისთვის. ეს არის სხვადასხვა მოდულის ტრენინგები, კონკრეტულად მშობლებთან ხდება ინფორმირება იმის შესახებ თუ რა შეიძლება ვთქვათ წააწყდნენ მათი შულები ინტერნეტ სივრცეში, ხოლო ბავშვებისთვის კონკრეტულად არის მითითებული ის ინფორმაცია, ვთქვათ რაც არ უნდა გასცენ, მაგალითად, აი როგორც წეგამსაუბრობდით, ლურჯი ვეშაპის შემთხვევაში პირადი ინფორმაცია, ოჯახის შესახებ ინფორმაცია და როგორ შეიძლება თავი დაიცვან თვითონ, ან თვითრეგულაცია როგორ შეიძლება მივიღოთ სკოლებში და ვთქვათ ინტერნეტ სივრცეში თავისგან დასაზღვევად. კი ბატონო, როგორც ვიცით, ცხელი ხაზის პრინციპი შეიმუშავეთ, თქვენ რას გულისხმობთ და რით დაეხმარება ეს საზოგადოება მშობელს თუ შეიძლება მოსწროს? ცხელი ხაზი არის ესე ვთქვათ პროექტი, რომელიც ძალიან მალე დაიწყება და ეს ცხელი ხაზი ხელს შეუწყობს სწორედ ინფორმაციის მიღებას, რა ხდება საქართველოში დღესდღეობით, ასევე იქმნება მონიტორინგის ჯგუფი, რომელიც ყოველდღიურად გაფილტრავს ინტერნეტ სივრცეს და შესაბამის ორგანოებს მიაწვდის ინფორმაციას, თუ საჭირო იქნება შინაგან საქმეთა სამინისტროს ან მარეგულირებელ კომისიას, ეს უკვე დამოკიდებული არის ინფორმაციაზე, რა ტიპის იქნება და ამით ჩვენ ხელს შევუწყობთ ასე თუ ისე გავფილტროთ, ვთქვათ, ინტერნეტ სივრცე. ცხელი ხაზი კი იქნება კონკრეტულად მშობლებისთვის და მოზარდებისთვის, რომლებსაც შეუძლიათ ინფორმაცია მოგვაწოდონ, თქვათ, რა ტიპის ვიდეოს ან სიახლეს ნებისმიერ ინფორმაციას წააწყენ ინტერნეტ სივრცეში, ამის შემდგომ კი ჩვენ მოვახდენთ რეაგირებას, უკვე გადავამისავართეთ კონკრეტულ, თქვათ, ორგანოებთან. დიახ, და ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, ერთია თქვენი მნიშვნელობა, მაგრამ არ მგონია მარტო თქვენმა ორგანიზაციამ შეძლოს ამის აღმოფხვრა, ხო არ ფიქრობთ საკანონმდებლო დონეზე უნდა მოხდეს არეგულირება და თუ გაქვთ რაღაცა საუბარი მთავრობასთან ხელისუფლებასთან. ჩვენ თანამშრომლობთ საქართველოს პარლამენტთან, ახლა მიმდინარეობდა ორი პროექტის შემუშავება და ასე ვთქვათ ვაპირებთ შემდგომში გაგრძელებას და როგორც გითხარით ჩვენი საბოლოო მიზანი არის ერთიანი კანონის შექმნა. დღესდღეობით საქართველოში არის ძალიან ბევრი კანონი, რომელიც ასე თუ ისე შეგვიძლია ინტერპრეტაციის საშუალებით დავუკავშიროთ, მოვარგოთ ინტერნეტ სივრცეს, მაგრამ არასდროს ერთიანი ჩამოყალიბებული კანონი, რის საფუძველზეც ვთქვათ ვიტყვით, რომ კი, ეს ვთქვათ არაკანონიერია, ან უკვე კითხვის ნიშნის ქვეშ აღარ იქნება და სადაო აღარ იქნება. ეს არის ჩვენი მთავარი მიზანი და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მალე საქართველოს ვთქვათ ექნება ერთიანი კანონი ინტერნეტის შესახებ, რაც ძალიან ბევრ რაღაცას დაარეგულირებს. თქვენ ხართ იურისტი, როგორც ვიცი, ამავდროულად და ალბათ გეტყობათ საუბარს. ნამდვილად. სხვადასხვა ქვეყნის მოდელს და ვთქვათ კანონმდებლობას ინტერნეტთან მიმართებით, ყველაზე ისეთი ვთქვათ საინტერესო მოდელი, რომელიც მოერგება ჩვენს ქვეყანას და ბევრი დრო დაჭირდება თუ არა აქვე გკითხავთ იმას, რომ ჩვენი ქვეყანა თავის ინტერნეტ სივრცით სტანდარტულად მიუახლოვდეს სტანდარტის კუთხით მიუახლოვდეს ევროპის ქვეყნებს. დრო ნამდვილად დაჭირდება, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ ის რომ ჩვენ ახლა დავიწყეთ, ჩვენ როდესაც დავიწყეთ ეს ორგანიზაცია, არ ყავდა
არც კონკურენტი და ზოგადად ეს ინტერნეტის პრობლემები არავის არ ადარდებდა, მინდა გითხრათ. ეხლა ნელ-ნელა უფრო მეტად თქვათ გააქტიურდა ძალიან ბევრი ორგანიზაცია, რაც ძალიან კარგია, მინდა გითხრათ, იმიტომ რომ რაც უფრო მეტი თქვათ რაღაც კონკურენტი, ესე რომ თქვათ ცოტა ცუდად ჟღერს, მაგრამ ყავს, მით უფრო მეტად მოქმედებ, ხო, მოტივირებული ხარ, შესაბამისად უფრო მეტი საქმეც კეთდება. რაც შეეხება ანალოგს, ჩვენ ვფიქრობთ, რომ გერმანიის კანონმდებლობა შეგვიძლია დავაკავშიროთ. რა თქმა უნდა, გადმოღება არ არის რეკომენდირებული, ხდება საქართველოს თქვათ მორგება, დიახ, კანონმდებლობასთან მორგება. და ძალიან ბევრი სხვა თქვათ პროექტები არის, რომელიც შეიძლება მაგალითად ასევე გადმოვიღოთ თქვათ ევროპის ძალიან ბევრი წამყვანი ქვეყნიდან. კერძოდ კი გეტყვით მობილურების აკრძალვას, რომელიც 2018 წლის სექტემბერში სკოლებში საფრანგეთმა მიიღო, ასევე გერმანიამ, ამერიკის ძალიან ბევრ შტატში არის აკრძალული. მოკლედ ვიტყვი, ეს ნიშნავს იმას, რომ ბავშვები უფრო მეტად ჩართულები იქნებიან სასწავლო პროცესში. ბულინგის შემთხვევა უფრო მეტად შემცირდება, იმიტომ რომ სოციალური ქსელები და ზოგადად ტელეფონი, ფოტოსურათების გადაღება და მსგავსი რაღაცები უწყობს ამას ხელს და ამასთან ერთად ლურჯი ვეშაპის შემთხვევებსაც ვეცდებით, რომ უფრო ნაკლებად ლურჯი ვეშაპი მოკლედ რაღაც საშინელებაა და რაღაც კოშმარია. მე მგონი ძალიან გააგეს იგი ობობას ქსელებით უკვე გავლებული აქვს ბადე და რთული არ მოხდა, მაგრამ მე იმედი მაქვს, რომ თქვენი ორგანიზაციები, მსგავსი ორგანიზაციები და რაც თავარია საკანონმდებლო დონეზე დარეგულირდება, დიდ მადლობას მოგახსენებთ მობრძანებისათვის, წარმატებას გისურვებს. ახალ ამბებზე, სიახლეებზე ყოველთვის დავუშვებთ, იმიტომ რომ საჭიროა თემა. შეგასწავლეთ ჩვენი მომარი გახსოვთ ორგანიზაციამ მწვანე ინტერნეტის დამფუძნებელი დინათირ ყირამიშვილი. განვაგრძობთ გადაცემას კლასიკური მუსიკა ყველასთვის, ასე ქვია პროექტს, რომლის ფარგლებშიც მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში კონცერტი გაიმართა. ნათია შუბითიძე ესწრებოდა ღონისძიებას, ნახოთ სიუჟეტი. მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნულმა სასახლემ ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებს უმასპინძლა. კლასიკური მუსიკა ყველასთვის. ასე ეწოდება პროექტს, რომლის ფარგლებშიც ეროვნული სასახლის მევიოლინეთა გუნდის სიმი მოწვეული სტუმრების წინაშე სხვადასხვა მუსიკალური კომპოზიციით წარდგა. შეხვედრის დასაწყისში სასახლეში არსებული ინტერკლუბის წევრებს საშუალება ჰქონდათ მათთვის საინტერესო შეკითხვებზე პასუხები პირადად მოესმინათ სახალხო არტისტ ნანი ბრეგვაძისგან, რეჟისორ ელდა შენგელაიასა და მუსიკოს ეკა მამალაძისაგან. დღევანდელი დღე ჩემთვის ძალიან სასიამოვნო დღე აღმოჩნდა, იმიტომ რომ ვარ ამის შესანიშნავ სასახლეში, რომელიც ბავშვობაში ძალიან ხშირად დავდიოდი. მე მადლობელი ვარ, რომ ამ ახალგაზრდებს უნდათ ჩემთან შეხვედრა და ამას ძალიან ვაფასებ. ძალიან კარგი საღამო მოგვიწყვეს ახალგაზრდებმა. მე გაოცებული ვარ ბავშვების ასეთი აზრიანი კითხვების და ძალიან სითბო მოდიოდა მათგან. ჩვენ ვართ აღფრთოვანებული, ისეთი კარგი კონცერტი მოგვიწყვეს. ესენი არიან ნამდვილად ნიჭიერი ახალგაზრდა ბავშვები. კითხვა-პასუხის შემდეგ საღამო მუსიკალური პროგრამით გაგრძელდა. მევიოლინეთა გუნდის წევრებმა დამსწრე საზოგადოების წინაშე ცნობილი კომპოზიტორების ნაწარმოებები შეასრულეს. აღსანიშნავია, რომ მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლისა და ანსამბლ სიმის ერთობლივი პროექტის ფარგლებში მსგავსი შინაარსის საღამოები პერიოდულად იმართება. პროექტის მიზანს კი ახალგაზრდა თაობაში კლასიკური მუსიკის პოპულარიზაცია წარმოადგენს. როგორც გუნდის ხელმძღვანელმა ელენე ცარციძემ აღნიშნა, პროექტი მოიცავს გასვლით ღონისძიებებსაც და მონაწილეები ხშირად სტუმრობენ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქსა და ქვეყნის სხვადასხვა ეპარქიას. მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის მევიოლინეთა ანსამბლი სიმი არის უკვე 30 წლის. 4 წელია ჩვენ ვასრულებთ არაჩვეულებრივ პროგრამას. ჩვენ გვაქვს პროექტი, რომელიც დასახელდა ესე კლასიკური მუსიკა ყველასთვის. ჩვენ შეგვიძლია მოვიწვიოთ სტუმარი, წავიდეთ სადმე და იქ ვაზიაროთ კლასიკურ მუსიკას. ჩვენ გვაქვს გაცვლითი პროგრამები მთელ რეგიონებში. ღონისძიების დასასრულს მოწვეულმა სტუმრებმა ახალგაზრდა მევიოლინეებს წარმატება უსურვეს და საკუთარი შთაბეჭდილებები აღნიშნული პროექტისთვის სპეციალურად შექმნილ წიგნში დატოვეს. მევიოლინეთა ანსამბლი სიმი 1987 წელს დაარსდა და ემსახურება ნიჭიერი მოზარდების გამოვლინებას, ბავშვების შემოქმედებითი უნარების განვითარებასა და მუსიკალური გემოვნების ჩამოყალიბებას.
დავბრუნდით პირდაპირ ეთერში. როგორი არის ბიოორგანული მევენახეობის პერსპექტივა საქართველოში, ღვინის სამშობლოში? თემაზე სასაუბროდ სტუდიაში მოვიწვიეთ სტუმარი მეღვინე იაგო ბიტარიშვილი. მოგესალმებით ბატონო იაგო. კარგია რომ ღვინოვის ხასამაში, მაგრამ მაინც წყალი გიშლება სასარგებლოს. დავიწყოთ. დიდი მადლობა რომ გვესტუმრეთ. საინტერესო თემაზე ვსაუბრობთ. ბატონო იაგო, ბიოორგანული მევენახეობა ეს არ არის, ასე ვთქვათ, დიდი ისტორია არ აქვს ჩვენთან საქართველოში. თქვენ იყავით ერთ-ერთი პირველი, რომელიც დაინტერესდით. საინტერესოა, როდის, რატომ დაინტერესდით და რომ გავგვიმარტოთ ასევე, რას ნიშნავს ბიოორგანული მევენახეობა, რამდენად მნიშვნელოვანია ეს ჩვენი ქვეყნისთვის. დიახ, საქართველოში არ არის, ასე ვთქვათ, ეს არ აქვს დიდი ხნის ისტორია. 90-იანი წლების ბოლოს ერთ-ერთი პიონერი იყო, შეიძლება ითქვას, საზოგადოებრივი ორგანიზაცია, ასოციაცია ელკანა, რომელმაც დაიწყო ეს მოძრაობა საქართველოში და მეც მომიწია და მქონდა პატივი ამ ორგანიზაციაში მუშაობის და შესაბამისად უფრო ღრმად გავეცანი ამას და უფრო მეტად დამაინტერესა ამ მიმართულებამ, შესაბამისად დავიწყე ჩემი პირადი მეურნეობის გადაყვანა ამ ორგანიზაციის მეურნეობაზე. დღესდღეობით ეს უკვე ძალიან სასიხარულოა, რომ ძალიან პოპულარულია არა მარტო საზღვარგარეთ, არამედ ჩვენ საქართველოში ძალიან ბევრ, ასე ვთქვათ, გულშემატკივარს იძენს. სოფლიოში ძალიან პოპულარული არის ბიო საკვები, სასმელი, ორგანული ყველაფერი, მაგრამ აი საქართველოში ახლა იყიდებს, ნელ-ნელა იყიდებს ფეხს, შეიძლება ითქვას. ამავდროულად, რაც შეეხება მევენახეობას კონკრეტულად, ძალიან დიდ რისკებთანაც არის დაკავშირებული, ვიცით, იმიტომ რომ შხამქიმიკატებს ნაკლებად შეიცავს, ასე ვთქვათ, ასეთი მიდგომით მოყვანილი ღვინო, ვაზი, ისა ყურძენი და შემდეგ უკვე ღვინო. აქედან გამომდინარე, რამდენად ბევრი ინტერესდება ამ სფეროთი. კი ბატონო, რა თქმა უნდა, თავისი სირთულეები ახლავს, მაგრამ მოდი ესე ვთქვათ, აი მაგალითად ორგანული პროდუქციის ბაზარი რო ავიღოთ, მაგალითად შეერთებულ შტატებში 5 წლის წინ იყო დაახლოებით 20 მილიარდი დოლარის ბაზარი. დღესდღეობით არის უკვე 40 მილიარდის, ხო? ანუ მიუხედავად იმ რისკებისა, ეს ბაზარი ძალიან დიდად იზრდება, მით უმეტეს ჩვენ ისეთი პატარა ქვეყნისათვის როგორც საქართველოა, რომელსაც არ შეუძლია ძალიან დიდი წარმოებები კონდეს სოფლის მეურნეობაში, როგორც აქვს მაგალითად ავსტრალიას, ჩილეს და ასე ჩინეთს და ასე შემდეგ, ხო, ზუსტად ძალიან პერსპექტიულია ესეთ ნიშურ პროდუქციაზე შესვლა. შესაბამისად ვიცით, რომ ამას სხვა განსხვავებული ფასიც აქვს და ეს ყველაფერი ამართლებს იმ რისკებს, რომელიც თან ახლავს ამ ორგანულ სოფლის მეურნეობას. დღესდღეობით უკვე ძალიან ბევრი გულშემატკივარი გამოუჩნდა, როგორც ვთქვით, არამედ ბევრი ადამიანი გადადის უკვე ჩვენ ეს აი ღვინოზე და მევენახეობაზე რო ვისაუბროთ. ჩამოყალიბებულია მაგალითად ბუნებრივი ღვინის ასოციაცია, სადაც უკვე 70-მდე წევრია, რა თქმა უნდა, ჯერ აქენა ყველას არ აქვს, ასე ვთქვათ, ორგანული სერტიფიკატი, მაგრამ ეს იმას ნიშნავს, რომ ყველანი იდეურად ამ მიმართულებით მიდიან და იწოდებენ ამ მიმართულებას. სერტიფიკატი თქვენ გაქვთ და გქონდათ პირველს, ხო, მე მგონი? კი, უბრალოდ ეხლა აღარ მაქვს, მე აღარ სარგებლობ ამას, ამით ვინაიდან ძალიან, ასე ვთქვათ, კიდე ცალკე გამოიყო ამას ნატურალური მიმართულება, როგორც არის მაგალითად ბიოდინამიური მიმართულება, ასე არის ორგანული, ასე არის ნატურალურიც. რამდენადაც თქვენ თვითონ ამ სწავლებებს ატარებთ გარკვეულწილად, სხვაებისთვის და თავად თქვენ როდის დაინტერესეთ ამ მიმართულებით? ჩემი ინტერესი ეს დაიწყო 98 წელს. შესაბამისად, ვინაიდან ინტერესი დიდია სხვა საორგანიზაციის მოწვევით, ხდება ტრენინგების ჩატარება, ვინაიდან ინტერესი უკვე დიდია და მხოლოდ ეს დიდი გამოცდილება. მეტნაკლებად შედარებით მეტი გამოცდილების მქონე ადამიანები ვატარებთ ამ ტრენინგ სემინარებს, სადაც ყოველწლიურად უნდა ითქვას, რომ უფრო მეტი დამსწრეა. კი ბატონო, სასიამოვნოა. ბიოპრეპარატების უპირატესობა რაში მდგომარეობს, რომ განმარტოთ და დავუშვათ, დავაგებინოთ მათ, ვინც შეიძლება არ იცის და დაინტერესდეს. კი ბატონო, ზოგადად ორგანული სოფლის მეურნეობა, ეკოლოგიური სოფლის მეურნეობა არ არის მხოლოდ ის, რომ მაგალითად არ გამოვიყენოთ ქიმიური პრეპარატები და გამოვიყენოთ მხოლოდ რაღაც სპეციალური პრეპარატები, რომლებიც უფრო ეკოლოგიურია. რა თქმა უნდა, ეს არის, მაგრამ ეს არის, ასე ვთქვათ, კომპლექსურად უნდა მივუდგეთ ამას, ეს არის პირველ რიგში გარემოზე ზრუნვა. ხო, რატო წამოვიდა საერთოდ ორგანული სოფლის მეურნეობის აუცილებლობა, რა პრობლემები დაინახა საზოგადოებამ, არა მარტო ჩვენთან, არამედ მთელ მსოფლიოში, ხო, გაეროსებული ეკოლოგიური გარემო, დაავადებები ადამიანებში, რომელიც ძირითადად საკვებიდან მოდის, ხო, თვითონ ძალიან დიდი პრობლემები, ეს ქიმიურმა მრეწველობამ კი გაზარდა, ასე ვთქვათ, მოსავლიანობა, მაგრამ პრობლემები არ შეუმცირებია არც დაავადებებს და არც მავნებლებს, უფრო მეტია, ხო. შესაბამისად, თუ კი პრობლემასაც არ ხსნის და ეს ყველაფერი დამატებით პრობლემა ემატება, მაშინ
ადამიანმა დაიწყო ფიქრი ალტერნატივაზე და ერთ-ერთი ალტერნატივა ზუსტად არის ეს ორგანული სოფლის მეურნეობა, რომელიც დაფუძნებულია იმ ძველ ტრადიციულ გამოცდილებაზე, იმიტომ რომ ქიმიურ მრეწველობას არ ვიცი რამდენი ხნიანი ისტორია აქვს, მაგრამ თვითონ სოფლის მეურნეობას აქვს რავი 1000 წლების ისტორია, როდესაც არანაირი ქიმიური მრეწველობა არ იყო, ხო? შესაბამისად და დამატებული ამ ტრადიციულ გამოცდილებას თანამედროვე მიღწევები, აქ შეიძლება თქვათ ის, რომ მაგალითად იგივე ბიოპრეპარატები, რომლებიც არიან უფრო ეკოლოგიურად გამართლებული პრეპარატები, ძირითადად ცოცხალ ბაქტერიებზე, მცენარულ ნარჩენებზე დამზადებული, რომელიც არავნებს გარემოს, მწერებს, მაგალითად იგივე ფუტკარს და ასე შემდეგ, ხო? უნდა ვივარაუდოთ, რომ ჩვენი წინაპრების სწორედაც რომ ბიოღვინოს ამზადებდნენ. ვინაიდან მაშინ არ იქნებოდა ეს წამლები, შხამქიმიკატები. ქართულ ბაზარზე მე არ შემხვედრია ბიოღვინო, ანუ მე არ გამისინჯავს. არის უკვე მე დიდად არ ვარ დაინტერესებული სასმის. არის უკვე რამოდენიმე ერთ-ერთი ესე ვთქვათ, სერტიფიცირების სამსახურის საიტზე რო შევიდეთ, ახლა ერთ-ერთი დავასახელებთ მაინც და მაინც რომ რეკლამარ გამოვიდეს, მაგრამ ზოგადად თუ არის ეს უკვე კარგია. აი, რო შევიდეთ, უფრო მეტი სერტიფიცირებული მეურნეობა არის ზუსტად ის მეურნეობა, რომელიც არის აქვს მევენახეობა და აწარმოებს ღვინოს. იცით რა, მე კითხოთ, აი როცა მივიდივართ კახეთში, განსაკუთრებით კახეთში, იმიტომ რაღაცა ვენახის მხარეა, ხო? ხშირად ხდება, რომ გზის პირას არის ვენახები. ხოდაშორს ეხლა იტალიაში ვიყავი და გამოვუგნა, რომ როცა გადავადგილებოდი ერთი ქალაქიდან მეორეში, ნუ გოჯიმიძე არ იყო დარჩენილი, სუენახი იყო და რაღაცა შურდა, კაი გაგებით რო თქვა, შური ცუდია, მაგრამ მაინც სწორად გავიგე. ბიომევენახეობა გზის პირას ესეთი ვენახები რა რისკი შეიძლება იწვევდეს? ხო, შეიძლება რომ ზიანდებოდეს, იმიტომ რომ ეხლა გამონაბოლქვი და რა ხდება ჩვენთან ხაერში, ვიცით და ეკოლოგიაში ზოგადად. კი ბატონო, რა თქმა უნდა, ლოგიკური კითხვა, ზოგადად სერტიფიცირების სამსახურისათვის სოფლიოში არსებობს ესეთი მიდგომა და არსებობს ტერმინი ბუფერული ზონები. ანუ ვერავინ და არსად არ წერია და ვერავინ ვერ იტყვის, რამდენი უნდა იყოს ეს ბუფერული ზონა იმ მეურნეობისათვის, რომ ამ ასე ვთქვათ, ცუდმა ეკოლოგიურმა განმავლობამ გავლენა არ ექონიოს, ასე ვთქვათ, ამ მეურნეობას. ეს ხდება ინდივიდუალური შეფასებით კონკრეტულად იმ მეურნეობის, როდესაც ხდება მის სერტიფიცირება. შეიძლება ეს იყოს რაღაცა ბუფერული ზონა 5 მეტრი, შეიძლება ეს იყოს კილომეტრი, ანუ გააჩნია დაბინძურების წყაროს, რამდენად დიდია იმ სიახლოვე, სადაც ეს ხდება სერტიფიცირება. ამიტომ ბუფერული ზონა ნებისმიერ შემთხვევაში აუცილებელია, უბრალოდ რამდენი უნდა იყოს ეს ბუფერული ზონა განსაზღვრავს უკვე სერტიფიცირების. რაც შეეხება ნიადაგს, აი ამ კუთხით რაც შეგიძლიათ გითხრათ, აი სხვათა შორის ამას წინათ სტუმარი ყავდა, რომელიც ტყვიის შემცველობაზე საუბრობდა და მათ შორის ნიადაგში ტყვიის შემცველობაზე. თუ კი საუბრობთ ბიოორგანულ პროდუქტზე, ამ შემთხვევაში ნიადაგის, ასე ვთქვათ, სიჯანსაღეს რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს? ყველაზე დიდი, იმიტომ რომ მაგალითად რატო ეკოლოგიური სოფლის მეურნეობა ეფუძნება ზუსტად ამას, რომ იგივე პრევენცია, პროფილაქტიკური ღონისძიებები გააკეთოს მეურნემ, ანუ ნიადაგზე ზრუნვა არის პირველი, ვინაიდან ჯანსაღ ნიადაგზე იზრდება ჯანსაღი მცენარე, რაც უფრო მეტად გამძლეა დაავადებების და მავნებლების მიმართ. შესაბამისად, ეს არის ერთგვარი პრევენცია და პროფილაქტიკური ღონისძიებაც კი, რომ უფრო ნაკლებად მოგვიხდეს, ასე ვთქვათ, რაიმე მკურნალობა, შეწამლა და ასე შემდეგ. ამიტომ ეკოლოგიურ სოფლის მეურნეობაში, მაშინ როდესაც ქიმიურ ინდუსტრიულ და კონვენციონალურ სოფლის მეურნეობაში აქტიურად ხდება ქიმიური სასუქების გამოყენება და ეს ქიმიური სასუქი რა არის, რომ ერთი კომპონენტის შემცველობა, რომელიც კონკრეტულად ჭირდება იმ მცენარეს და არა ნიადაგის გასაუმჯობესებელი. აი ეკოლოგიურ სოფლის მეურნეობაში კი ყოველწლიურად სხვადასხვა მეთოდებით ხდება ნიადაგის გაუმჯობესება. ანუ ყოველწლიურად უკეთესი ნიადაგია, ამიტომ არის რომ ეს არ არის ერთწლიანი საქმე ეკოლოგიურ სოფლის მეურნეობა. ამიტომ მხოლოდ ბიზნესისთვის მე სულ ვიძახი, რომ არავინ არ უნდა გადავიდეს ამ მიმართულებით. ეს არის ცნობიერების შეცვლა, შენ უნდა გჯეროდეს, უნდა მოგწონდეს, გიყვარდეს ეს და ყოველწლიურად მართალია გრძელვადიან პერსპექტივაში, მაგრამ ყოველწლიურად უკეთესი და უკეთესი შედეგი იქნება. ნიადაგის გაჯანსაღების კუთხით რომ თუ შეგვიძლია რომ დავუშვათ გავაჯანსაღოთ ჩვენ რა. რა თქმა უნდა, უამრავი მეთოდი არსებობს ამისი. მოდი მარტივად რო თქვა და ტელემაყურებელსაც გასაგები იყოს. მაშინ როდესაც მეურნეობაში და ინტენსიურ სოფლის მეურნეობაში ძალიან ბევრი მეცნიერები მუშაობენ, ძალიან ბევრი ტექნოლოგიას იყენებენ, ძალიან ბევრი ტექნიკას იყენებენ. ყოველთვის უფრო უარესი ნიადაგია იქ, სადაც მაგალითად როცა შევადაროთ ტყის ნიადაგს, ხო? ანუ რატო? იმიტომ რომ ზუსტად იქ ბუნებრივი ციკლი არ არის დარღვეული და აი ორგანული მეურნეობაში ზუსტად ეს ხდება, რომ მაქსიმალურად აი ეს ბუნებრივი ციკლი შენარჩუნდეს სხვადასხვა მეთოდებით, ეს შეიძლება იყოს ნიადაგის გაყურდებებით, მწვანე სიდერაციით, ორგანული სასუქის გამოყენებით, მულჩირებით და უამრავი ძალიან ბევრი საშუალება არსებობს იმისათვის, რომ უკეთესი ნიადაგი გქონდეს, ვიდრე ქონდა საინტერესო
მოდიშოთ საინტერესოა დაყენების ტექნოლოგია განსხვავდება დაუშვათ ბიომევენახეობა და ჩვეულებრივი მევენახეობა თუ იგივენერად ყენდება შემდგომში ხო ერთი საკითხია თვითონ ყურძენი ანუ ამიტომაც არის რომ სერტიფიცირება ხდება ორი სერტიფიკატის გაცემა ხდება თუ გვინდა ღვინოზე სერტიფიკატი ანუ ერთი მეურნეობაზე და მეორე საწარმოზე მოდი ესე ვთქვათ რომ საწარმოში ღვინის დაყენების დროს ხდება მინიმალური ჩარევა ტექნოლოგიურად ხო რა თქმა უნდა შეიძლება ვიღაცას აქვს ასე ვთქვათ სურვილი რომ ჩაერიოს და იმან მიიღოს ისეთი ღვინო როგორც მას სურს და არა ისეთი როგორც ბუნებრივად შეიძლება დადგეს მაგრამ ასე ვთქვათ აი დეკლარირებულად არის ზუსტად რომ მინიმალურად მოხდეს ეს ჩარევა ნიშნავს რომ სხვადასხვა საშუალებებით სხვა დანამატებით რომ ღვინოს, ყურძენს და წვენს მიეცეს ბუნებრივი საშუალებანი, რომ ბუნებრივად განვითარდეს. გემოვნური თვისებებით თუ განსხვავდება ბიოღვინო ჩვეულებრივი ღვინოსგან? რა თქმა უნდა, მე იმიტომ რომ როგორც ჩვენ ვასხოვებთ ახლა მაგალითად ბიოპროდუქტს, შეიძლება ვაშლი იყოს რამოდენიმენაირი და ჩვენ ვიცით რომ ერთსაც უფრო გემრიელი შეიძლება იყოს და ვასხოვებთ მაგალითად სოფლის პროდუქტს და ასე ვთქვათ ფერმის პროდუქტს, ხო? ყველა ოჯახში ვასხოვთ, ხო, როდესაც ვყიდულობ ბაზარში ხო დავდივართ, შესაბამისად ასევეა ღვინოც, ამიტომ რომ ამ განსხვავებულად არ შეიძლება აყიქვას როგორც ღვინო, ესეთი შემდეგ. თვითონ ყურძენი როგორი გამოდის? იგივე გემოთი განსხვავდება? მოდი, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ მოდი ჯერ დავიწყოთ იმით, რომ ჯერ ესეთი როგორც სოფლის მეურნეობაში ხდება ზრუნვა, კიდევ როგორც ნიადაგზე, ასე მის სცენარიზეც. ანუ მინიმალური დატვირთვა ხდება, რომ რაც შეიძლება ნაკლები მოსავალი კონდეს და არა ის რომ მეტი მოსავალი კონდეს, რაც შეიძლება მეტი გაყიდოს, იმიტომ რაც ნაკლები აქვს მოსავალი, ამ შემთხვევაში ვას, მით მეტი ხარისხია ყურძნის. მერე პრეპარატების გამოყენება. ხო, ჩვენც ხო ვიღებთ ახლა რაღაც პრეპარატებს და ყველამ ვიცით რომ მაგალითად ეს ანტიბიოტიკი კი შველის ზოგიერთ რაღაცას, მაგრამ არ არის სასურველი, იმიტომ რომ ის კლავს როგორც არასასურველს, ისე სასურველს, ხო? ასევე მუშაობს ეს ქიმიური ძლიერი პრეპარატებიც. რომელიც აზიანებს იმ გარემოს, იმ კონკრეტულ ფლორას და ასე ვთქვათ, ეს რომელიც საბოლოო ჯამში ზეგავლენას ახდენს მის გემოვნურ თვისებებს. როგორ ფიქრობთ, თქვენ ბრძანეთ რომ ეს დაუშვათ ბიზნესის კუთხით შეიძლება არ იყოს ძალიან მომგებიანი, რომ დროში გაწელილია, მაგრამ ეს თუ გიყვარს ეს საქმე და თუ ვიძახით რომ ჩვენ ღვინის და ყურძნის ქვეყანა ვართ, რაღაცა ჩვენი ერთგვარი პრიორიტეტი უნდა იყოს. როგორ ფიქრობთ, რამდენად მოიკიდებს ფეხს და რამდენად შეიძლება იყოს რომ განვითარდეს ეს ბიომევენახეობა, იმიტომ რომ მაინც მოდი ესე ვთქვათ, ხო უმეტესობა ფიქრობს ბიზნესზე და სწრაფად შემოსავალზე. ფაქტი სახეზეა, რომ ვითარდება და ერთ-ერთი ასე ვთქვათ, პოპულარული მიმართულებაა დღეს საქართველოში ეს, იმიტომ რომ ძალიან დიდი სურვილია მე ახლა აქტიურად ვარ ჩართული იგივე აქამდე აქტიურად ვიყავ ფესტივალების ორგანიზებაშიც და ყოველწლიურად ზუსტად ახალ-ახალი წევრები ამ ფესტივალში მონაწილეები ზუსტად იყვნენ ის ადამიანები, რომლებსაც სურვილი ჰქონდათ დეკლარირებული და გადასულები იყვნენ ასე ვთქვათ ამ ორგანოს სოფლის მეურნეობას. დასაწყისში კი ვთქვით რამდენიმე სიტყვით, მაგრამ აი ამ თემას ერთხელ კიდევ რომ დავუბრუნდეთ, მსოფლიო ბაზარზე ქართული ბიოღვინის პერსპექტივას თქვენ როგორ ხედავთ, იმიტომ რომ მაინც ახალი დაწყებული აქვს ჩვენს ქვეყანას ეს მიმართულება და არიან ქვეყნები, რომლებსაც დიდი გამოცდილება აქვს, დიდი ცოდნა აქვს და ბუნებრივია ახლა მათ უპირატესობა ექნებათ. აი ჩვენი ჩვენ შემთხვევაში პერსპექტივას როგორ ხედავთ? მაგის სტატისტიკასაც რო გადავხედოთ, მაგალითად, სად იყიდება ქართული ღვინო, რა ფასად იყიდება, ზუსტად ძალიან მკვეთრად არის გამიჯნული, აი პატარა მარნებში წარმოებული ბუნებრივი ნატურალური ღვინო გაცილებით უკეთესად იყიდება ისეთ კარგ ბაზრებზე, როგორც არის დასავლეთ ევროპის ბაზრები, ამერიკის შეერთებული. მათ შორის ინგლისში იყიდება. არა მარტო ინგლისში, კი ბატონო, ინგლისში, საფრანგეთში, იტალიით დაიწყო ეს ყველაფერი 12 წლის წინ, რაც არ საოცარი იყოს. და შესაბამისად გაცილებით უფრო მაღალ ფასად, ვიდრე მაგალითად საფრთხეთა სივრცეში ან ჩინეთში ისეთ ტიპური ღვინო, რომელიც მსოფლიოში ზოგადად ფასი მაღალია ხო შესაბამისად. შესაბამისად მაღალია და ზუსტად რა თქმა უნდა ესაც აძლევს დამატებით სტიმულს, ასე ვთქვათ, იმ პოტენციურ ახალ მცირე მარანს, რომ დაიწყოს ეს მიმართულება და გადავეცადოთ. დავუშვათ ახლა გვისმენს ჩვენ ადამიანები, რომელთა დაინტერესება ჩვენი საუბრიდან გამომდინარე, რომ გახდეს ბიომევენახეობის ესე იგი ფლობელი და პატრონი. პირველი რა უნდა ქნას? პირველი უნდა მონახოს თანამოაზრენი, დაეხმარება ძალიან, იმიტომ რომ ეს არის მაინც ასე ვთქვათ, ურთიერთთა გაზიარება, ცოდნა, მეტი კონტაქტები და შესაბამისად არსებობს ძალიან ბევრი ორგანიზაცია უკვე საქართველოში ამ მიმართულებით. როგორც ვახსენე თავიდან არსებობს ისე აგზელოს მუშაობის ასოციაცია ელკანა, არსებობს ბუნებრივი ღვინის ასოციაცია და შესაბამისად ამ ასე ვთქვათ ამ ასოციაციაში
მისვლით ის უფრო გაიღმავს ამ ცოდნას, მეტ ადამიანს გაიცნობს. ძალიან დიდი მადლობა. წარმატებას გისურვებთ, ბატონო იაკო. ძალიან დიდი მადლობა. ასევე წარმატებას გისურვებთ ქართულ ბიომეურნეობას და მევენახეობას ამ კონკრეტულ შემთხვევაში. მაყურებელს შევახსენებ, კახა მიქიაშვილი და ელისაბედ აბულაძე უძღვებოდით დღევანდელ გადაცემას. დიდი მადლობა რომ გვიყურეთ. წარმატებულ ბედნიერ ნაყოფიერ დღეს გისურვებთ. ხვალ დილამდე გემშვიდობები, დილის 9:09-დან ხვალ გელოდებით ჩვენს გადაცემის საყურებლად. მოგვალ შეხვედრამდე.